მოგესალმებით კოლეგებო, აპარატის თანამშრომლებო, დამცველ საზოგადოება, მივესალმებით ჩვენს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც უყურებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კიდევ ერთხელ მიულოცავ ყველა დედის დღეს, უსურვებ ბედნიერ დედობას, მშვიდ, განვითარებულ და რაც მთავარია უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრებას, როგორც მათ, ასევე მათ შთამომავლობას და ყველა დედას მთელი სულით და გულით უსურვებ, რომ ყველაფერი მათ შვილებს ისე ქონდეს, როგორც მათ გულებს გაუხარდებათ. კვორუმი გვაქვს, შესაბამისად შეგვიძლია რომ დავიწყოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, დღის წესრიგი დარიგებულია კოლეგებო, გთხოვთ რომ დავამტკიცოთ. დიდი მადლობა. დღეს განსახილველად გვაქვს რამდენიმე საკითხი, 6 საკანონმდებლო ინიციატივა. პირველი არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ. სხვა კანონპროექტებთან ერთად შესაბამისად გთხოვთ ბატონო სანდრო. მოგესალმებით, სანამ კანონპროექტის განხილვას დავიწყებ, მეც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა დედას მიულოცო დედის დღე. განსაკუთრებით მინდა მიულოცო დედებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მსახურობენ და ყველა დედას, რომლის შვილიც არის პოლიციელი ან მეხანძრე მაშველი. მოგეხსენებათ, რომ პოლიციელისთვის, ასევე მეხანძრე მაშველისთვის ქვეყნის მსახურება ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და რისკს გულისხმობს და ჩვენი მშობლები განსაკუთრებით ნერვიულობენ ასეთ დროს და მე მინდა მადლობა გადავუხადო მანდ და საუკეთესო უსურვო და ბოლოს ვისარგებლო შემთხვევით ბატონო თავმჯდომარე და განსაკუთრებით მინდა დედაჩემს მიულოცო დედის დღე და მადლობა უთხრა მას ყველაფრისთვის. ხა რაც შეეხება უშუალოდ წარმოდგენილ კანონპროექტს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ სრულიად ახალი კანონი შემუშავდა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს დაკარგულ პირთა იდენტიფიცირება, ასევე დანაშაულის გახსნა, გამოძიება, დანაშაულის პრევენცია. მას აქვს თამდევი საკანონმდებლო ცვლილებები. მოგეხსენებათ, რომ პირველად ამ კანონის მიღების შემდეგ ქვეყანაში შეიქმნება ერთიანი დნმ-ის მონაცემთა ბაზა, რომელიც როგორც საგამოძიებო მიზნებისთვის, ასევე დაკარგული პირების იდენტიფიცირებისთვის ერთ-ერთ უტყუარ საშუალებას წარმოადგენს. ამისათვის სამინისტრომ განახორციელა უკვე მნიშვნელოვანი როგორც ტექნიკური, ასევე პრაქტიკული სამუშაოები, შეძენილი იქნა შესაბამისი აპარატურა, მიმდინარეობს ახლა აქტიური პროცესი მისი პრაქტიკაში განხორციელების მიზნით და პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ 100,000 მონაცემზე გათვლილი ბაზა გვექნება და შემდგომში უკვე გაგრძელდება ამ მონაცემების ასახვა. მთავარი არის ის, რომ დნმ-ის მონაცემთა ბაზაში შეიტანება მხოლოდ კომპიუტერული მონაცემი, ანუ ბიოლოგიური ნიმუშიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი, რომელიც გარკვეული ვადებით იქნება შენახული და კანონში გათვალისწინებულია და პირის იდენტიფიცირებისთვის იქნება ერთ-ერთი უტყუარი საშუალება. მესამე მოსმენის ფარგლებში იურიდიულ დეპარტამენტთან, კომიტეტის აპარატთან აქტიურად ვიმუშავეთ და ჩასწორებულია კონკრეტული მუხლები, შესაბამისად უკვე დარიგებულ ტექსტში თქვენ გაქვთ გასწორებული ვერსიები. ერთადერთი რაც დარჩენილია ეს არის ამოქმედების ვადები და შეგვიძლია ბატონო სანდრო მუხლობრივად მივყვეთ შესაბამისად თითოეულ კანონპროექტს და მე უკვე თითოეულ საკითხზე ვიმსჯელოთ კოლეგებსაც ექნება თავიანთი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა. მაშინ დავიწყოთ, ბაგეთ შემავალი პირველი კანონპროექტი არის დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ, მუხლი პირველი, თუ არის ცვლილებები, რედაქციული ხასიათის ცვლილებებია, ბატონო თავმჯდომარე. მუხლი მეორე, აქაც რედაქციული ხასიათის ცვლილებებია. კოლეგებო, თუ გექნებათ რაიმე შენიშვნა მოსაზრება, გთხოვთ რომ მანიშნოთ. მუხლი 3, რედაქციული ხასიათის ცვლილებები. მუხლი 4, მუხლი 4-შიც რედაქციული ხასიათის ცვლილებებია ნიმუშის აღების საკითხებს შეეხება. მუხლი 5 და მუხლი 6, რედაქციული ხასიათის ცვლილებებია ორი მუხლი. კი ბატონო, მუხლი 7, რედაქციული ცვლილებებია. და მუხლი 8 გარდამავალდებულებები. ამაზე როგორც მეორე მოსმენის დროს აღვნიშნეთ, რომ ამ მოქმედების ვადებთან დაკავშირებით იქნებოდა დაზუსტებული. ბატონო თავმჯდომარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინაიდან გარკვეული სამუშაოები კანონის მიღებამდე უკვე განხორციელდა, ვეცდებით, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უზრუნველყოთ ამ კანონის ამოქმედება, თუ ეს, რა თქმა უნდა, მისაღები იქნება კომიტეტისთვის. სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ვიფიქროთ კონკრეტულ ვადებთან დაკავშირებით. რაც შეეხება შემჭიდროებულ ვადებს, გასაგებია უბრალოდ ბატონო სანდრო შემჭიდროებული ვადების მითითება საკანონმდებლო ტექნიკიდან გამომდინარე და პარლამენტში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ასეთი რამე ფიზიკურად ვერ მიეთითება.
შესაბამისად უნდა არსებობდეს დრო მოსამზადებელი გარკვეული პერიოდი იმისათვის რომ კანონი სრულად ამოქმედდეს და ამ კონკრეტული თარიღის დადგომის შემდეგ უკვე კანონი სრულად შევიდეს ზავაში. შესაბამისად ასეთი შემოთავაზება მექნება რომ გამომდინარე იქიდან რომ აღნიშნული კანონპროექტი ხვალგან იხილება პლენარულ სტომამდე, დღევანდელი ჩვენი კომიტეტის შემდეგ კვლავ გავაგრძელოთ ამ საკითხზე მუშაობა თქვენ შესაბამის უწყებებთანაც რომ გქონდეთ კომუნიკაცია და შევთანხმდეთ იმ თარიღზე, რა თარიღამდეც იქნება როგორც მოსამზადებელი სამუშაოები, ასევე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მისაღებიდან, მხოლოდ ამ საკითხების დასრულების შემდეგ გამოქმედდეს ცვლილება სრული მასშტაბით. დიახ, ბატონო თავმჯდომარე, ჩვენ გავილით დღის განმავლობაში ჩვენს კოლეგა უწყებებთან, სამხარაულის ეროვნულ ბიუროსთან, პენიტენციურ სამსახურთან, ჩვენ დანაყოფებთან და უკვე პლენარული სტომისთვის დაზუსტებულ თარიღს შემოგთავაზებთ, როდიდან შევა სრულად კანონი ძალაში. ვიზიარებთ აბსოლუტურად თქვენს შენიშვნას. მადლობა. შემდეგი არის და ანალოგიურად შეგვიძლია უკვე როგორც შევთანხმდებით ასეთი რედაქცია გავაგზავნოთ უკვე პლენარული სტომისთვის, რისთვისაც წინასწარ თხოვთ კოლეგებო თანხმობას და ამ დათქმით უყაროთ შემდეგ კენჭი, როდესაც ამის დრო მოვა. შემდეგი კანონპროექტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ საქართველოს კანონის სრულებისთანის თაობაზე მუხლი პირველი. აქაც რედაქციული ხასიათის ცვლილებებია ბატონო თავმჯდომარე. რაც შეეხება მუხლ 2-ს, აქაც ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით დავაზუსტოთ და ისეთი შეიძლება. ნუ წინა კანონს უნდა მიუბრუნდე, მაგრამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში 10 წლით ინახება გენეტიკური პროფილი და ეხლა 10 წელი ზოგადად შეიძლება ნორმალური იყოს, მაგრამ როცა ერთ-ერთი მიზანი არის კანონის უზოუგლოდ დაკარგულ პირთა მოძიება, 30 წელი გავიდა აფხაზეთის ომიდან და დღესაც მიმდინარეობს ამ პირთა მოძიება და ვთქვათ გარკვეულ შემთხვევებში რომ გამონაკლისი იყოს დაშვებული, ანუ ვთქვათ როგორად დაარეგულირებს ამ პრობლემას ეს 10 წლიანივად და ამაზე თუ გვაქვს პასუხი. ბატონო სანდრო. დიახ, ბატონო სოზარ, ეს გულისხმობთ ამ შემთხვევაში ალბათ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტს, ხო, თუ სწორად ვიხდი? დიახ. ამ შემთხვევაში საუბარი არის, ესე იგი, კონკრეტულ შემთხვევებზე, ანუ ჩვენ გავყევით ორი მიმართულებით, ბატონო სოზარ, ვინაიდან ამ კანონპროექტზე მუშაობის დროს სტრასბურგის არაერთი გადაწყვეტილების შესწავლა მოგვიწია, სადაც კონკრეტულ ვადებთან მიმართებაში ძალიან მკაცრი მიდგომები აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მათ შორის ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში, ვისაც ხანგრძლივი ვადები ჰქონდა, დარღვევა დაუდგინდა და ჯარიმების გადახდაც მოუწია. ამიტომ ჩვენ ავიღეთ ყველაზე მაღალი ვადები, რაც ჰქონდა, ვთქვათ, ამ შემთხვევაში თუ სწორად მახსოვთ, ეს იყო ლიეტუვის მაგალითი, თუ სწორად მახსოვს და არ ვცდები. რაც შეეხება უკვე დანარჩენი არის ნებაყოფლობითობის თემა, ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ მივიდეს და განაცხადოს თანხმობა მისათვის რომ მისი დნმ-ის მონაცემი იქნეს შენახული. ამ ჯავრდებულების და ბრალდებულების შემთხვევაში სავალდებულო არის მათი მხრიდან გენეტიკური ნიმუშის ჩაბარება და შემდგომ პროფილირება. დანაშაულის მიხედვით კონკრეტული ვადები არასრულწლოვნებისთვის სხვა ვადებია და სრულწლოვანებისთვის სხვა ვადებია, ასევე რეციდივის შემთხვევაში არის სხვა ვადები. შემდეგი პუნქტი ეხება გამართლების შემთხვევას და გამართლების შემთხვევაზე პირდაპირ მითითება იყო უკვე რომ თუ კი პირი გამართლდა და მის მიმართ შეწყდა გამოძიება და აი ეს კაცია ადამიანი უდანაშაულია, საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე უნდა განადგურდეს. ასევე აქ არის მერე უკვე მესამე მუხლის მეორე პუნქტთან მითითება, რაც 10 წლიან ვადას გულისხმობს, ეს არის ასე თქვა ბაზაში ასახული მონაცემები, ეს იქნება თქვა სხვადასხვა საქმეზე აღებული და ასე შემდეგ და ამ შემთხვევაში 10 წლიანი ვადა იქნება მიჩნეული იმ ვადად, რომელიც გარდაცვალების შემდეგ შევინახეთ, ანუ მაქსიმალური ვადა ავიღეთ. მესმის ის საკითხი, რასაც თქვენ ბრძანებთ, თუმცა ამ ეტაპზე განხილვების დროს ეს ვადა იყო თქვა იმ სტანდარტების მიხედვით მიჩნეული, რომელიც ჩაითვალა. თუმცა რა ვიცი, ხა მესამე მოსმენის პარაგრაფში თუ შეიძლება ამაზე კიდე დაფიქრება, თორე და მეც ხო შეგვიძლია ამ კანონზე მუშაობის გაგრძელება და შევხედოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ იმ სტანდარტებს არ ავსდენოდით, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰქონდა. გასაგებია, მადლობა. კოლეგებო, სხვა კითხვები ხო არ არის? არ არის ასეთი. გარეთ შემდეგ კანონპროექტზე რომ გადავიდეთ პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის სრულების შეტანის თაობაზე, მუხლი პირველი, ბატონო სანდრო. ეხლავე პუნქტი პირველი. პოლიციის რედაქციული ხასიათის ცვლილებებია პირველ მუხლში, ბატონო თავმჯდომარე. მეორე პუნქტშიც აქაც რედაქციული ხასიათის მესამე.
რედაქციული ხასიათის ცვლილებებია. მე-4 პუნქტი. მე-4 პუნქტშიც რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა. მე-5 პუნქტი. მე-5 პუნქტშიც რედაქციული ხასიათის ცვლილებებია. კი ბატონო, მე-6 და მე-7 პუნქტები. ანალოგიურად რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა. მე-8 პუნქტი. მე-8 პუნქტშიც რედაქციული ხასიათის ცვლილებებია. მე-9 და მე-10 პუნქტები. ანალოგიურად რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა იურიდიული დეპარტამენტის შინაარსის устройство. დიახ, ხარო გადაადგილდა მხოლოდ სიტყვები გრამატიკულად გამართულების თვალსაზრისით. კი ბატონო. მე-11 ანალოგიურად მოხდა რედაქციული ხასიათის ცვლილებები. კარგით. შემდეგი გვაქვს მე-12 პუნქტი. ანალოგიურად რედაქციული ხასიათის ცვლილებები განხორციელდა. ბატონო, დისციპლინური სახთელების დიახ, სახეები და სამართა წარმოების საკითხებს შეეხება. მუხლი 2 კვალამოქმედების თარიღი. მუხლი 2 აქაც ამოქმედების ვადა არის და აქაც მოგვიწევს გამიჯვნა, რაც შეეხება დაქტილოსკოპიური მონაცემების ბაზაში შეყვანას აქ განსხვავებული ვადა გვექნება, თუმცა სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რაც დაკავშირებულია სამსახურის ორგანიზების საკითხთან, ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ გამოქვეყნებისთანავე შევიყვანოთ ზალაში. დაანჩეს დავაზუსტებთ რედაქციებს და წარმოვადგენთ უკვე ხვალისთვის პლენარულ სტადიაზე ბატონო თავმჯდომარე. კი ბატონო, და ანალოგიურად მუხლი 3. დიახ. კარგით, მადლობა. შემდეგი არის სისხლის სამართლის სფეროს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ მუხლი 1. რედაქციული ხასიათის ცვლილება. მუხლი 2 ანალოგიურად კი ბატონო, ვადა დაზუსტებით. საახსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს განმასწავლებლების თანასწორობაზე მუხლი 1. რედაქციული ხასიათის ცვლილება. მუხლი 2. აქაც რედაქციული ხასიათის ცვლილება დიახ. კი ბატონო და მუხლი 3 უკვე ამოქმედებაზე ვისაუბრეთ. დიახ. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა ასრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს განმასწავლებლების თანასწორობაზე. რედაქციული ხასიათის ცვლილებებია პირველ პუნქტში. კი ბატონო, მადლობა. მეორე პუნქტი, მეორე მუხლში. აქაც რედაქციული ხასიათის ცვლილება. და მესამე მუხლი ამოქმედების ვადაში. კი ბატონო. პენიტენციურ კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. მუხლი 1 პუნქტი. პირველ პუნქტში რედაქციული ხასიათის ცვლილება. კი ბატონო, მუხლი 2. აქაც ვადებია. ცვლილება არის. მეორე პუნქტში, ბოდიში. დიახ, მეორე პუნქტში რედაქციული ხასიათის ცვლილებებია 53 პრიმა მუხლთან მიმართებაში. და აქაც ამოქმედების ვადა ხო არ იქნება შეასრულე, ამაზე კიდევ დავფიქრდეთ. კი ბატონო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. რედაქციული ხასიათის ცვლილება. მუხლი 2. ამოქმედების ვადაში. ვადა ცვლილება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 პუნქტი 1. რედაქციული ხასიათის ცვლილება. მეორე და მესამე პუნქტები. აქაც განაჩენის გადაცემის ვალდებულებას ეხება და რედაქციული ხასიათის ცვლილებები. კი ბატონო, მუხლი 2. ამოქმედების ვადებია და აქაც დავაზუსტებთ ბატონო. დიდი მადლობა კოლეგებო, დამსწრე საზოგადოებას ხომ არ აქვს შენიშვნები, მოსაზრებები, კითხვები, ასეთი არ არის. მადლობა ბატონო სანდრო. დიდი მადლობა თქვენ ბატონო თავმჯდომარე და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან საკითხებს დაარეგულირებს და შემდგომში მოგცევს საშუალებას, რომ გქონდეს ბაზა, რომელსაც აქტიურად გამოვიყენებთ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და იმ საინტერესო მუშაობისთვის, რომელიც ამ კანონზე მუშაობის პროცესში გავიარეთ. მადლობა თქვენ ბატონო სანდრო, თქვენს უწყებას ასეთ ჩართულობისთვის და ერთ-ერთ სამაგალითო თანამშრომლობისთვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, პარლამენტთან. მადლობა თქვენ. შემდეგი დღის წესრიგის აკtualიზებული საკითხი არის პარლამენტის წევრების მიერ ინიციირებული ორგანული კანონის პროექტი საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე, სხვა ცვლილებებთან ერთად. ხოთ ბატონო გივი. მესამე მოსმენით არის, მაშინ დავიწყოთ ხომ არ გსურთ რაიმე კომენტარი. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას, მეც ვისარგებლებ შემთხვევით და დღეს გამორჩეული დღე არის საქართველოში და ყველა დედას მინდა მიულოცო დღევანდელი დღე. უსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება, ყოველივე საუკეთესო და ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული სტატუსია დედობა და ყველა დედა ბედნიერი უნდა იყოს და შესაბამისად ეს არის მთავარი სურვილი და გზავნილი, რაც მინდა მაღალი ტრიბუნიდან გავაშხერო. წარმოგიდგენთ მესამე მოსმენით საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ალბათ მუხლობრივად. საარჩევნო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. რედაქციული ცვლილებები.
პირველ პუნქტშიც და მეორე პუნქტშიც. კი ბატონო. დაწირებში უკაცრავ. დიახ, შემდეგი ანალოგიურად რედაქციული ხასიათის ცვლილებებია. მთლიანად რომ წარმოგვიდგინოთ პირველი მუხლი და მთლიანად რედაქციული ხასიათის ცვლილებების შესაბამის ნაწილებს. მთლიანად არის რედაქციული ხასიათის ცვლილებები. მუხლი 2 ანალოგიურად რედაქციული ხასიათის ცვლილებები. კოლეგებო, შენიშვნები მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ არის, მადლობა. შემდეგ კანონპროექტი, კანონის პროექტი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონის სრულების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. აქაც გვაქვს მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები. მუხლი 2. ანალოგიური. მუხლ 2-ში არანაირი ცვლილებები არ გვაქვს. კი ბატონო. შემდეგი არის იერარქიის შესახებ საქართველოს კანონის სრულების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი. რედაქციული ხასიათის ცვლილებები. მუხლი 2. უცვლელად. კი ბატონო. სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონის სრულების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველში გვაქვს მხოლოდ რედაქციული, მუხლი 2 და მუხლი მესამე არის იგივე ტექსტით, რაც წარმოდგენილი იყო წინა მოსმენით. კი ბატონო, დიდი მადლობა. შეკითხვები, მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ არის. მადლობთ ბატონო გივი. მადლობა. უბრალოდ მინდა ჩემის მხრივ თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის ახლა საარჩევნო მიმართულებით, რაც იმ სამართლიანობის აღდგენაა, რომელიც ასე ვთქვათ, საჭიროებდა აღნიშნულ ცვლილებებს და მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ცვლილებები აბსოლუტურად იმ მოცემულობაში მოიყვანს ამ კანონმდებლობას, რაც ასახავს როგორც საჭიროებებს საერთო კონტექსტიდან მიმართებაში, ასევე იმ პრაქტიკას, რომელიც წლების მანძილზე ჩვენს კანონმდებლობაში დანერგილი იყო, ასევე იმ სოციალურ გარანტიებს და გარკვეულ ასე ვთქვათ, უსაფრთხოების კომპონენტებს, რომელიც მნიშვნელოვანი არის საარჩევნო პროცესების მარეგულირებელი ორგანოს მოქმედ წევრებთან მიმართებაში. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო გივი. ხო, დაიკავოთ ადგილი. კოლეგებო, სანამ ჩვენი დღის ეს რიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხს გადავალთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, წარმოგვიდგენს ბატონი რატი, მანამდე მინდა რომ ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენს და საზოგადოებასაც. სულ დაახლოებით ალბათ 1 საათის წინ, ან შეიძლება ცოტა უფრო დიდი ხნის წინ, საათნახევრის წინ, მე თვითონ გახლავართ მოხსენებელი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე წარმოვადგინე კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ბრიტანული სტანდარტის საქართველოს რეალობაში ასახვას შესაბამისი სწორი მექანიზმები და ეფექტური მექანიზმების გათვალისწინებით. რაზეც მათ შორის არაერთი ჟურნალისტის მხრიდან თუ დაინტერესებული პირის მხრიდან კეთდება პირდაპირ ტყუილი ინფორმაციის გავრცელება ხდება, რომ თითქოს ჩვენ უნდა შევზღუდოთ ვინმე ცენზურა დავამკვიდროთ ჩვენს ქვეყანაში და არავითარი არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები ამ ქვეყნად უბრალოდ არ არსებობს. და მე მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომელიც ყოველთვის აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ შესაბამისი დეზინფორმაცია იყოს ხოლმე ხილებული და საზოგადოებისთვის მიწოდებული და აი მაგალითისთვის მინდა რომ აი ამ ყველაფერს მოусმინოთ ახლა რა ინფორმაცია ვრცელდება. დღევანდელ დღეზეა საუბარი. არჩევნებში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე ქართული ოცნება არ იმჩნევს იმ საგანგაშო პროცესებს, რომელიც ახლა საქართველოს ტერიტორიაზე ხდება. ჩვენ მკაცრად ვღმობთ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ოკუპირებულ აფხაზეთში და ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბნების გახსნას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშხელყოფას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ მცდელობას. შემაშფოთებელია, რომ ევროპული სახელმწიფოების დიდ უმრავლესობას არ დაუგმია ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების ჩატარება. მარტივად რომ ახსნათ. დღევანდელ დღეს TV პირველის ჟურნალისტი ახალი ამბების გადაცემის დროს
ფაქტად წარმოაჩენს, რომ თითქოს ქართული ოცნების გუნდის წარმომადგენლები, ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვას არ ძრავენ ეგრეთ წოდებულ აფხაზეთში, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და ეს ჩვენი მხრიდან დაგმობილი არ ყოფილა და რეალობა რა არის, სულ რამოდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მაღალი ტრიბუნიდან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის ფარგლებში მთელი მსოფლიოს გასაგონად დაგმო აღნიშნული ფაქტი და მათ შორის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსაც მოუწოდა აღნიშნული დაგმობისაკენ, რაც ხშირ შემთხვევაში არ განხორციელებულა. მარტივი კლასიკური მაგალითია, როცა მიმდინარე მომენტშიც კი, მაშინ როდესაც კანონპროექტი იხილება, რომლის მიზანიც არის, რომ დეზინფორმაციისგან დაიცვას ქართული საზოგადოება კანონმა და ეხლა ეს საკითხები რომ თვითრეგულირებაში არის, რომელზედაც ისევ და ისევ თვითონვე აქვთ მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მართულ ტელევიზიებსაც ხელი მოწერილი, რომ ამ ყველაფერს უზრუნველყოფენ, რას ხედავთ, რომ არასწორი ფაქტი პირდაპირ ეთერში ჟღერდება და ასეთი ფაქტების გავრცელება სამწუხაროდ არაერთია, ნებისმიერი მათ მიერ გავრცელებული თუ გადაცემული ახალი ამბების თუ სხვა ტიპის გადაცემები გაჯერებულია დეზინფორმაციით. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანესი, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ქართული ოცნების გუნდის მიერ შემუშავებული და დაინიცირებული ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამგვარი უმსგავსო დეზინფორმაციებისგან ქართულ საზოგადოებას დაიცავს და ხელ შეუშლის მათ შორის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადებების გავრცელებას. როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ერთ-ერთი იქნება ნაციონალური მოძრაობის თუ ლელოს პარტიის პირდაპირ დაფინანსებული და მართული ტელევიზია ბედავს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს, რა თქმა უნდა არსებობდეს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომ ასეთი ტიპის მტკნარ და ყველაზე დაბალ საქციელს შესაბამისი პასუხი გაეცეს. შესაბამისად ამ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი კანონისა და ქვეყნის წინაშე. ასეთი განცხადებების კეთება უბრალოდ ქვეყნის საწინააღმდეგო არის და კარგად დაფიქრდნენ, როდესაც ასეთ დავალებას მიიღებენ, რომ ამგვარი ხალხის სახის ინფორმაცია უნდა გაავრცელონ, კარგად დაფიქრდნენ, რომ რა ქვეყანაში არიან, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, დიახ და ჩვენი სამშობლოა და გაითავისონ საქართველოს მათთვის სამშობლო არის თუ არ არის. მადლობა. შესაბამისად, ბატონო რატი, უნდა გადავიდეთ დღის წესრიგის იმ საკითხზე, რომელიც ისევ და ისევ პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენს სამშობლოს და მათ შორის სუვერენიტეტის გაძლიერებას ეხმიანება და გთხოვთ, რომ წარმოგვიდგინოთ სისხლის სამართლის კოდექსში სულების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი. კეთილი მადლობა ბატონო არჩილ, მეც დაგეთანხმები თქვენთან, ნამდვილად დეზინფორმაცია არის ის, რაც ფნებს და მტრობს პირველ რიგში დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, ამიტომ ჩვენი ვალი არის, რომ ჩვენი საზოგადოება დავიცვათ დეზინფორმაციისგან და დღეს დეზინფორმაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს, რომელზეც რეაგირება ნამდვილად აუცილებელია, მათ შორის სამართლებრივი გზებით. და განსაკუთრებით საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, როგორც სწორედ იმ ინიციატივაშია, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ეხლა რაც შეეხება იმ პროექტს, რომელსაც მე წარმოგიდგენთ, ეს არის ცვლილებების სისხლის სამართლის კოდექსში და როდესაც ჩვენ კანონის პროექტს ჩავხედავთ, ფაქტობრივად ერთი აბზაცი არის ეს კანონი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლს ადგენს. და ეს საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ცდება უბრალოდ სამართლებრივ ცვლილებებს, ეს არ არის მხოლოდ მუხლის დამატება სისხლის სამართლის კოდექსში, ეს არის სახელმწიფოს ფუნდამენტური დაცვის საკითხი, გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს, როგორი საქართველო და დაუტოვოთ მომავალ თაობებს. სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაული არა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში, არამედ მორალის, ეთიკის და ისტორიის თვალსაზრისითაც ღალატის პოპს ნდობას სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ანგრევს იმ საფუძვლებს, რომელზეც ვაშენებთ ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. სამშობლოს ღალატი არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დანაშაული, ეს არის ზიანი, რომელიც მთელ საზოგადოებას ადგება, მათ შორის ჩვენი წარსული გმირებს, ჩვენს აწმყოს, ჩვენს მომავალ თაობებს, ამიტომ ჩვენი ვალია მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულებას შეესაბამება, არამედ შექმნის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის ყველაზე მყარ და მტკიცე გარანტიებს და ხანგრძლივი სახელმწიფო ინტერესების
სამსახურში იქნება. მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე საუბარი გვიწევს, იმიტომ რომ წარსულში ადგილი ჰქონდა სერიოზულ შეცდომას და უფრო მეტად ეს იყო დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს კონკრეტულმა პირებმა და რომლის შედეგები ჩვენ სახელმწიფომ საკუთარ თავზე იწვნია. სანამ ამ საკითხს უფრო ღრმად შევეხებოდეთ თქვენი ნებართვით, მე მინდა იმ ისტორიაზეც ვისაუბრო, რა ისტორიაც სამშობლოს ღალატის, როგორც აი ამ მუხლის ამ პრინციპის განსაზღვრას აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ისტორიაში და ამ მხრივ ისტორია იწყება 1991 წლიდან, კერძოდ 91 წლის 2 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ხელი მოაწერა საქართველოს რესპუბლიკის კანონს, საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა შეტანის თაობაზე, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დაადგინა, რომ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის პირველი თავი ახალი რედაქციით უნდა ჩამოყალიბებულიყო და აღნიშნული ახალი რედაქციის თანახმად კოდექსის 65 მუხლი აწესებდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სამშობლოს ღალატისათვის. საქართველოს პარლამენტის მიერ 99 წლის 22 ივლისს მოხდა სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებები მნიშვნელოვანი, სადაც ასევე განისაზღვრა უბრალოდ სამშობლოს ღალატს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ღალატი ეწოდა. და 2007 წლის 21 მარტს სხვათა შორის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ამავე კომიტეტის წინადადება საქართველოს კანონის პროექტზე. ეს იყო ვრცელი პაკეტი საკმაოდ სისხლის სამართლის კოდექსში შედიოდა ცვლილებები და ამ წინადადებას კენჭისყრით მის სამსვლელობა რომ კონკრეტულ საკანონმდებლო პროექტად ჩამოყალიბებულიყო, როგორც აღნიშნეთ, მისი ერთ-ერთი ნაწილი იყო სისხლის სამართლის კოდექსიდან 307 მუხლის, ანუ სახელმწიფო ღალატის ამოღება. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვიხილავთ საკითხს, რომელიც წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანეს დებატებს და კითხვებს უჩენდა ქართულ საზოგადოებას, კერძოდ 2007 წელს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღებას. ანუ რატომ გაქრა ეს მნიშვნელოვანი მუხლი მაშინ სისხლის სამართლის კოდექსიდან, თანაც ეს პროცესები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ პროცედურების სერიოზული დარღვევით წარიმართა მაშინ და ჩვენ საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა საჯარო არის ამ კანონის განმარტებითი ბარათი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის საუბრები, პოლემიკა, რაც მაშინ საქართველოს პარლამენტში, როგორც კომიტეტის, ასევე პლენარული სესიის ფორმატებში თან ახლდა ამ ინიციატივის განხილვას, სადაც აშკარა არის პროცედურული დარღვევები და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე, რომ ის პაკეტი რაც იყო წარმოდგენილი მთლიანად გაქრა ერთი წყარედის გარდა და საბოლოოდ მხოლოდ ერთ წყარეთს უყარეს კენჭი და ეს იყო სწორედაც რომ სისხლის სამართლის კოდექსიდან სახელმწიფო სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღება. ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც შიდა საფრთხეების მიმართ საქართველოს დაუცველი დატოვა. და სახელმწიფო მაშინ თვითდაცვის სამართლებრივი ინსტრუმენტები დაკარგა, ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ შეცდომა, ეს იყო გამიზნული დანაშაული ჩადენილი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც სახელმწიფო კარგავს სამართლებრივ მექანიზმს სამშობლოს ღალატთან საბრძოლველად, ის საკუთარ მომავალსაც საფრთხის ქვეშ აყენებს. ამიტომ ჩვენი ვალდებულება არის და ეს იყო ერთ-ერთი დაკვეთა ჩვენი საზოგადოების მხრიდანაც, როდესაც თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხვდებოდი ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ საზოგადოებას ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აქტიურად ისმებოდა, რომელზეც აქცენტს აკეთებდა ქართული ოცნების პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო სწორედ ის, რომ საქართველოს კანონში უნდა აღდგენილიყო ეს მუხლი და მას სამართლებრივი ბერკეტები უნდა ქონოდა სახელმწიფოს სწორედაც რომ მისი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, ვინაიდან ამ მუხლის განსაზღვრა პირდაპირ კავშირში არის ქვეყნის სუვერენიტეტის მაღალი გარანტიებით დაცვასთან. ამიტომ დღეს ჩვენ საუბრობთ არა მხოლოდ მიმდინარე გამოწვევებზე, არამედ იმ საფუძვლებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე უნდა აშენდეს და ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მივიღებთ, მომავალ თაობებზე ახდენს გავლენას. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ შვილებს შვიდობიან თავისუფალ და უსაფრთხო საქართველოში ცხოვრება არა მხოლოდ შევთავაზოთ, არამედ ყოველივე ამის უზრუნველყოფისათვის მტკიცე
და ძლიერი გარანტიები დაუტოვოთ. რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებას, ეს არის საქართველოს კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ემატება მუხლი 3.7 პრიმა სამშობლოს ღალატი. და აქაც აღსანიშნავი არის, რომ ის ფორმულირება, რა ფორმულირებითაც ვაბრუნებთ ჩვენ სამშობლოს ღალატს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში, არის ზუსტად შესაბამისობაში იმ ფორმულირებასთან, რაც ჯერ კიდევ 1991 წელს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდია შეიტანა და მაშინ განისაზღვრა სწორედ სისხლის სამართლის კოდექსში ეს მუხლი. ჩანაწერი არის შემდეგი, რომ სამშობლოს ღალატი თითულება ამ კოდექსის, ანუ სისხლის სამართლის კოდექსში არის საუბარი 37 თავზე განსაზღვრული მუხლები. ეს არის 308, 309, 310, 311, 312, 313, 314, 315, 318 და 319 მუხლები. რაც შეეხება 37 თავს, ეს არის დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ. ასე რომ ფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ, რომელიც ნამდვილად ცდება სამართლებრივ ასპექტებს და სახელმწიფოებრივ დანიშნულებას იწევს განსაკუთრებით როგორც ჩვენი წარსულის გმირების, ასევე მომავალი თაობების მიმართ და მნიშვნელოვანი არის, რომ განსაკუთრებით სამართლებრივად შეფასება კონდეს ყველაფერს და ყველაფერს თავისი სახელი ეწოდოს და განსაკუთრებით სისხლის სამართლის კოდექსში და სისხლის სამართლის შეფასებისას არის აუცილებელი მაქსიმალური კონკრეტიკა არსებობდეს. ხადია, ისტორია ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ სამართლებრივი შეფასებები იყოს და აქედან გამომდინარე ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული საერთაშორისო ნორმა არის ის, რომ შესაბამისი აღწერა კონდეს სისხლის სამართლის კოდექსში ეროვნულ დონეზე, რა თქმა უნდა, სამშობლოს ღალატის შეფასებას. აქვე იმასაც გავიხსენებ, რომ როდესაც ჩვენ საკანონმდებლო სივრცეში შემოქონდა სიტყვა სამშობლო, ამაზეც გვახსოვს როგორი მუხანათური ბრძოლა იყო ხოლმე გაჩაღებული და ხშირ შემთხვევაში არაერთი შიდადაგარი აქტორი პირდაპირ მოგვიწოდებდა ხოლმე, რომ სამშობლო ეს ტერმინი არ უნდა ვახსენოთ საკანონმდებლო სივრცეში. რასაც რა თქმა უნდა, საკმაოდ შორს მიმავალი მიზნები გააჩნდა, მათ არ ადარდებდა წინამძღოლში ის თუ რა ტერმინოლოგიას გამოიყენებდა ჩვენი ქართული საკანონმდებლო სივრცე, არამედ მათ ზუსტად ის უნდათ, რომ თუ კი ჩვენ სამშობლოს გამომტკიცებდით კანონმდებლობაში, მათ შორის სამშობლოს ღალატს, ეს ცალკეულ ძალებს გამოაცლიდა იმის ბერკეტებს, რომ მეხუთე კოლონების დასპონსორება მომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ეს არის მიმაჩნია სწორედაც, რომ ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი მომავალი თაობებისთვის ვიღებთ და ცხადია, მოგვიწოდებთ ყველას მხარდაჭერისთვის და ასევე დასასრულს მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო როგორც ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინც ჩართული იყო ამ ინიციატივის შემუშავებაში, ასევე ჩვენი აპარატების თანამშრომლებს, ვინც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შემოიტანეს იმაში, რომ თუნდაც განმარტებითი ბარათინაც ეს პროექტი ყოფილიყო იმ სახის, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო წასაკითხი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. დიახ, მადლობა დონატ. მადლობა. მოგესალმებით ყველას. მე შევუერთები მოკლედ მილოცვას, რა თქმა უნდა. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასებისთვის ჩვენი დედებისთვის მილოცვას და მე მინდა ყველა დედას საქართველოში უკლები ყველა დედას უსრო ჯანმრთელად და დღეგრძელად ყოფნა და ყველაზე მთავარი ყველა დედისთვის არის მისი შვილის ჯანმრთელობა, მისი შვილის ბედნიერება და ყველა დედას მინდა უსრო რომ იყოს ბედნიერი დედა. ჩვენ კიდე ჩვენი მსხრივ დარწმუნებული ვარ თითოეული ჩემი კოლეგა, თითოეული ხელისუფლებაში თითოეული წევრი ძალისხმევას არ დაუშურებთ იმისთვის, რომ თუნდაც იოტის ოდენა რაიმე გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველა დედა იყოს ბედნიერი და იყოს მშვიდობიან ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებდეს. ახლა რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, მე როგორც ერთ-ერთი ინიციატორი, ბუნებრივია სრულად ვიზიარებ და ვეთანხმები იმას, რომ
დღეს რაც ჩვენ გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსში. მე როგორც იურისტი ვიტყვი საზოგადოების გასაგონად. სისხლის სამართლის კოდექსში შევხვდებით არაერთ ნორმას, რომელიც შეიძლება იყოს საზოგადოების ნაწილისთვის სადავო, განსაკუთრებით იურიდიულ წრეებში, იწვევდეს დავას. მაგალითად, არაერთი საკითხი, თუნდაც ის, რომ მაგალითად დოკუმენტის სიყალბესთან დაკავშირებით, რომელსაც შეიძლება არანაირი ისეთი, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ბუნებრივია, ყველა დანაშაულის უკან რაღაც ზიანი დგას, ეს იქნება მატერიალური თუ მორალური ცხადია, თუმცა იმასთან შედარებით, რაზეც ჩვენ საუბრობთ და თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ სამშობლო მართლაც ერთია ქვეყანაზე და ეს როგორც აი დედაზე საუბრობთ და მართლაც ერთი არის და ამაზე ძვირფასე ადამიანს არ შეიძლება რომ რაიმე გააჩნდეს, მართლაც საოცარი არის, ხო პარადოქსი არის, რომ საუბრობდეთ ასეთ ძვირფას, ასე ვთქვათ, სანუკვარ საკითხზე და ეს იყოს დაუცველი. და მე უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია იმასთან დაკავშირებით, თუნდაც ასთა სხვადასხვაობა, თუნდაც მიკერძოებული რბილად რომ ვთქვათ და აღარ საუბრობ იმას, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან რომ როგორ არ არის დაცული და სხვადასხვა ასე ვთქვათ მუხლების კოლიზიით უნდა იხმძღვანელოს ასე დროს დაუშვათ საკითხის განხილველმა თუ გადამწყვეტმა პირმა, ჩემთვის ეს არის წარმოუდგენელი, როგორ შეიძლება ამაზე იყოს დავა. აი უბრალოდ ყოველგვარი რაღაცა ნიშნის მოგების გარეშე არ წავალ შორს. თუმცა აქვე დავსვავ არა წერტილს, არამედ მძიმეს, იმიტომ რომ მე როგორც საგამოძიებო კომისიის წევრი ცხადია, რომ იმ საკითხებზე, რომელიც ჩემო კოლეგამ წეგანი საუბრა, ამასთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო მე, არამედ კომისიის სხვა წევრებსაც ექნება საკითხი და იმაზე ძლავრი ბერკეტი თუ ინსტრუმენტი არ ვიცი სხვა რა შეიძლება იყოს თუ არა კომისია და მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია რომელმა სხვა ინსტიტუციამ შეიძლება იმშელოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რაზეც ახლა ჩვენ მოვისმინეთ. ამიტომ კიდევ ერთი შესაძლებლობა არის საგამოძიებო კომისია იმისა, რომ დავადგინოთ თუ რასთან ქონდა რეალურად საქმე. მე აქ საზოგადოებას გასაგონად და მათ შორის ოპონენტების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ საკითხზე, რომელზეც ჩვენ საუბრობთ და ამაზე დავა არ შეიძლება, რომ სამშობლო ნომერ პირველი არის, ხო? აგერ ბურთი და აგერ მოედანი. პლატფორმა საგამოძიებო კომისიაში მოვიდნენ და ახსნან თავიანთ პოზიციის მართებულობა, რომ თურმე და ვიწვევთ აი ნებისმიერ მაგალითად მათ განსწავლულ, ასე ვთქვათ, იურისტებს და საზოგადოებას მათ აი ეს პროფესიული ნიჭი უთხრან თუ რატომ იყო ის რომ აი ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, დღევანდელ სტომაზე არ საუბრობ იმაზე რომ არ წავალ შორს, თუმცა ეს დღევანდელ სტომაზე ასეთ დათქმას ვაკეთებ ერთგვარს, მაგრამ ის რომ აი ნებისმიერი იურისტი ადგეს და თქვას რომ რა, ანუ იურისტების გასაგონად მინდა ვთქვა რომ ის რომ ყველაზე მთავარი არაორაზროვანი ჩანაწერი ელემენტარული კონტრაჰენტულ ურთიერთობაში, სადაც ორი კერძო პირი მაგალითად დებდეს, არ ვიცი, ნარდობის ხელშეკრულებას ან სხვა რაიმეს, კარგი იურისტი განიზომება იმით, რომ არა როგორი ჩახლართული და სპირალური არის ეს ხელშეკრულება, არამედ რამდენად მარტივია, რამდენად ნება გამოხატული არის მხარეთა შორის და რამდენად ცალსახად იკითხება ეს ყველაფერი. აი, როდესაც ამას ვიცმენთ და სხვათა შორის ეს პირები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიან ახალგაზრდა თაობას, რომ მარტივი კონტრაქტი უნდა გააკეთო, რომ სხვა დავის არსებობის შემთხვევაში ორაზროვნად არ იქნეს ნება გაგებული, სასამართლოში იქნება თუ სხვა დავის სხვა გადაწყვეტის დროს, ასე დროს საუბრობთ იმაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსიდან, ანუ ყველაზე მომეტებული ქმედებისთვის არის სისხლის სამართლის კოდექსი, საზოგადოების არაიურისტი ნაწილის გასაგონად ვიძახი ამას, ასე დროს, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, ასეთ მძნობიარე საკითხზე, როდესაც საუბრობთ, აი აქ სწორედაც შემოგვაქვს ის, რომ ეშმაკმა ფეხი უნდა მოიტეხოს და ისე უნდა დაადგინოს. არა ორაზროვნად, არამედ არ ვიცი, 9-აზროვნად. ამიტომ მარტივად სვავ საკითხს, რომ ყოველგვარი რაღაც სპეკულაციების და რაღაცების გარეშე. ვისაც აქვს დაუშვათ საპირისპირო აზრი, მე არ მეგულება სიმართლე გითხრათ.
ობიექტური დამკვირვებელი იქნება თუ იურისტი, ვინც სხვაგვარად აი ამას სხვაგვარად გადათარგმნის, მაგრამ ნებისმიერი სუბიექტური პირის კი აი საინტერესო არის რა შეიძლება კონდეს ამის საპირისპირო ის რომ კონკრეტული ქმედებისთვის, კონკრეტული დანაშაულისთვის იყოს კაფიო, ცალსახა, განჭვრეტადი პასუხისგებლობა. და კიდევ აქვე დავამატებ. მაგალითად სამოქალაქო კოდექსში გვაქვს ასეთი რამ, რომ როდესაც აი ზიანთან მიმართებაში ზიანი უნდა იყოს განჭვრეტადი მეორე მხარისთვის, რომ მის ქმედებას რა შესაძლო ზიანი შეიძლება კონდეს. აი, როდესაც სასწორის აი ამ ორპინაზე ასეთ რამე დევს, რომ თურმე სადამდე დადის ეს ყველაფერი და ამ დროს სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოსთან მიმართებაში არ გვაქვს. და მეტი სისხლის სამართლის კოდექსში შეიძლება იყოს არაერთი სადავო ნორმა, შეიძლება იურისტებისთვის რომ ისეთი ნაკლებად მნიშვნელოვანი, მოდი ასე ვიტყვი, და ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული სამშობლოსთან მიმართებაში გვაქვს ასეთი მოცემულობა. ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიძახი, აქ მძიმეს დავსვა, მაგრამ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით ამ საკითხს, მინდა საზოგადოების გასაგონად თქვა. დიდი მადლობა. პირველ რიგში მივესალმები, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილება შემოგვაქვს. უმრავლესობის წევრებთან ერთად ხალხის ძალის წარმომადგენლების ვიქტორ ჯაფარიძე, გურამ მაჭარაშვილი, მეც ვართ ინიციატორებში, თუმცა ჩვენთან ერთად მთელი გუნდი მხარს უჭერთ და დიდი მხარს უჭერთ, არამედ დიდი ხანია ვითხოვთ, რომ ეს მუხლი დაბრუნდეს. ეხლა მომხსენებელმა თქვა ამ კონკრეტულ მუხლზე, რომ რამე კონკრეტულ სანქციას ეს ცალკე არ ითვალისწინებს, ეს არის კრებსითი სახელი მთელი რიგი დანაშაულებისა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს კრებსითობა და ეს სახელდება დაბრუნდეს, იმიტომ რომ ბატონ მარატიმ კი ბრძანა, რომ კანონმდებლობაში სიტყვა სამშობლოს ებრძოდენ, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ კანონმდებლობაში. ძალიან ბევრი სატელევიზიო ეთერი შეგვიძლია მოვნახოთ, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათი NGO-ები თუ მათი მეხოთბე ჟურნალისტები მთელი დებატები ჰქონდათ, როგორ არასწორია ტერმინ სამშობლოს ხსენება და როგორ უნდა გავაქროთ ეს საერთოდ მიმოქცევიდან რა, ჩვეულებრივი სალაპარაკო ენიდანაც, ლიტერატურული ენიდანაც, არა მხოლოდ საკანონმდებლოდან და ეს მათი ერთგვარი პოლიტიკის გამომხატველი იყო. მათი სამყაროსადმი დამოკიდებულებების გამომხატველი იყო, იმიტომ რომ ისინი მართლა არ ცვლიდნენ საქართველოს თავიანთ სამშობლოს, ეს იყო ადგილი, სადაც უბრალოდ ისინი კარიერას იკეთებდნენ და ტყუილა არ არის, რომ ტერმინი ურსამშობლოები დამკვიდრდა და მართლა ზუსტად მიესადაგება მათ არს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტერმინი ბრუნდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მუხლი ბრუნდება და ეს მნიშვნელოვანია ზუსტად იმიტომ, რომ როცა ადამიანი დანაშაულს ჩადის გარკვეული ტიპის დანაშაულს, ხალხმა ზუსტად იცოდეს, რა არის ეს დანაშაული, ვის წინააღმდეგ არის მიმართული ეს დანაშაული, როცა არის მიმართული ჩვენი სამშობლოს, მისი მომავლის, მისი თვითყოფადობის წინააღმდეგ და ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს ამ კანონ პროექტს კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ხო რა ვიცი იდეოლოგიური ბრძოლა არის ერთგვარი, ხო? იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდათ ტერმინ სამშობლოს და შესაბამისად არა მხოლოდ ტერმინს, არამედ სამშობლოს როგორც ცნების წინააღმდეგ და ჩვენ სწორედ ეგ უნდა დავაბრუნოთ ჩვენი მომავალი თაობის აღსრდაშიც, რომ არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე არის ქვეყნის სიყვარული, ვიდრე არის სამშობლოს მსახურება და ვიდრე არის იყო შენი სამშობლოს პატრიოტი. მხოლოდ შემდეგ შეიძლება იყო რომელიმე სხვა რაღაცის პატრიოტი და რომელიმე სხვა გაერთიანების და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხითაც ამ ტერმინის და ამ მუხლის დაბრუნება. მადლობა ბატონ თავმჯდომარე, მადლობა მოხსენებელს. თქვენი ცით რომ 2007 წელს როცა ეს მუხლი ამოიღეს, იქ განმარტებული იყო, რომ თითქოს ეს მხოლოდ განმარტებითი ხასიათის იყო და ამიტომ ეს მუხლი უნდა ამოღებულიყო, თუმცა გარდა იმისა, რომ ამას ჰქონდა უდიდესი სიმბოლური და იდეოლოგიური დატვირთვა ამ შემთხვევაში, აქვე იყო პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში და ამ შემთხვევაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, მათ შორის იმპიჩმენტის, ანუ პასუხისმგებლობის საფუძველი. და როგორც ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც ამოიღეს ეს მუხლი და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მუხლი დაბრუნდება.
და იცოდეს საზოგადოებამ სინამდვილეში რა განზრახვა იყო მაშინ, როცა მათ შორის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნის, უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სხვა კომიტეტების საერთო დასკვნის არარსებობის მიუხედავად ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს მუხლი ამოღებულიყო სამშობლოზე, სახელმწიფოზე, ამის ღალატზე, არავნაირი იდეოლოგიური დატვირთვა კი არა მხოლოდ, მათ შორის კიდევ მეორე პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში იმპიჩმენტის დაწყების პროცედურის საფუძვლები არ ყოფილიყო სამართლებრივი და კარგია, რომ ეს ყველაფერი სიმართლე ახლა კიდევ ერთხელ ეცნობება საზოგადოებას, რაც ყველაზე მთავარი ეს მუხლი ერთხელ და სამუდამოდ დაბრუნდება სიხე-სამართლის კოდექსში. მადლობა. მადლობა კოლეგებო. ერთ საკითხს დავამატებდი კიდევ. რომ აი მაგალითს რომ წარმოვიდგინოთ თუ რა მუხლებზეა საუბარი. მაგალითად ჯაშუშობა, საპოტაჟი, მტრულ საქმიანობაში დახმარება და არაერთი სხვა. არ არის კი განსასხვავებელი ამ დანაშაულებს ვინ ჩაიდენს საქართველოს მოქალაქე თუ უცხო ეროვნების მქონე ადამიანი. ჩვენ როგორც ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს, ერთი რამე უნდა აი რა ისი გაქრობა უნდათ ამ ადამიანებს რეალურად ის იდეოლოგიის სადმი ბრძოლის კლასიკური მაგალითია. რომ საქართველოს მოქალაქეს საქართველოსთან საკუთარ სამშობლოსთან არ უნდა ქონოდა არავითარი კავშირი და მათ შორის არც პასუხისმგებლობა. ჩვენ კიდევ ამბობთ რომ ჩვენ რომ ქართველები ვართ და საქართველოს მოქალაქეები რომ ვართ, მათ შორის ქვეყნის წინაშე და სამშობლოს წინაშე გვეკისრება ვალდებულება და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. და შესაბამისად, როდესაც ადამიანები ჩადიან ისეთ უმძიმეს დანაშაულებს, როგორიც არის ჯაშუშობა, საბოტაჟი, მტრულ საქმიანობაში დახმარება, აქ აუცილებლად ხაზი უნდა იყოს გავლებული, მკაცრი ხაზი, თუ ვინ ჩადის რომელი ადამიანი ჩადის ამ დანაშაულს. უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ საქართველოს მოქალაქე და დიახ, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობს სხვა მტრული ქვეყნის სასარგებლოდ, თუ მტრული ძალის სასარგებლოდ, დიახ, უნდა იყოს სამშობლოს მოღალატე და უნდა ჰქონდეს ის სახელი და უნდა იაროს ამ სახელის ქვეშ, როგორც სამშობლოს მოღალატე ქვია და არა უბრალოდ ჯაშუში. და ძალიან კარგია, რომ და ეს არის ზუსტად მაგალითი იმისა, რასაც ბატონი სოზარი საუბრობდა, რომ ჩვენ რასაც ვიხილავთ ეხლა დღეს პირველი მოსმენით კანონპროექტებს, უმდიდესი და დატვირთვა და მიზანი აქვს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად და ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან მართლმა გუნდმა და საპარლამენტო ოპოზიციამ. და საპარლამენტო ოპოზიცია და ზოგადად ოპოზიცია კი არ უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ როგორმე ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალოს, ან გააშაოს ეს ჩვენი ქვეყანა, ან როგორმე მოსახლეობა იყოს დასჯილი და ამისათვის კი არ უნდა დარბოდეს სხვადასხვა ქვეყნებში თუ ორგანიზაციებში, რომ ქართული ხალხი დასაჯრო, არა, უნდა იჯდეს აქ სტომათა დარბაზში იქნება თუ საკომიტეტო დარბაზში და უნდა გქონდეს ისეთი ინიციატივები, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს მოემსახურება. მადლობა, თუ სხვა კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები არ არის, შეგვიძლია რომ გადავიდეთ სხვა საკითხს. ბატონო, თქვენ ხო არ სურთ დამატება? არა, მადლობთ. მადლობა. შემდეგი საკითხი დღისით გათვალისწინებულია ბატონ თორნიკე გთხოვთ საკითხი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს განსულების შეტანის თავმაზე სხვა კანონპროექტებთან ერთად. გმადლობთ ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას, რა თქმა უნდა შევუერთდები მილოცვებს დედის დღესთან დაკავშირებით, ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს, აქედანაც უნდა მივულოცოთ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი და უსურვოთ ბედნიერება, ღერძელობა და ჯანმრთელობა. ასევე ბატონო არჩილ, მე გამოვეხმაურები და დავგმობ იმ მცდელობას დეзинფორმაციის გავრცელებისა, რომლის პრაქტიკულად მხილება მოხდა კომიტეტის სხდომის პარალელურად. ძალიან მკაფიოდ უნდა გავავლოთ ჩვენ ზღვარი დეзинფორმაციის გავრცელებას და არ ვიცი, იქ იყო ნახსენები თითქოს ვიღაცას ცენზურის დაწესება უნდა ამ ორ ცნებას შორის, რომელიც აბსოლუტურად არის ურთიერთარათავსებადი და ცენზურის დაწესება ვერანაირად ვერ იქნება ის, როდესაც ჩვენ სურს ვებრძოლოთ დეзинფორმაციას. რაც შეეხება პირველი მოსმენით შემოთავაზებულ საკითხს, რომელიც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას და თანმდევ ორ საკანონმდებლო აქტის პროექტს, აქ უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით თანამედროვე საჯარო სამსახურში
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის საჯარო მოსამსახურის პირადი თუ ქონებრივი ინტერესების საჯარო დაწესებულების ინტერესებთან კონფლიქტის ეფექტიანი პრევენცია. თუ გადავალებთ თვალს საერთაშორისო გამოცდილებას და საერთაშორისო სტანდარტებს, ვნახავთ, რომ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის კუთხით დაწესებულია საკმაოდ მკაცრი სტანდარტები, რომელიც მათ შორის შეეხება დამატებითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულებას. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკის ეფექტიანობას არ განსაზღვრავს ის, რომ გარკვეული ალტერნატიული საქმიანობის ბლანკეტური აკრძალვა მოხდეს, არამედ აქ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვფიქრობთ მნიშვნელოვანია, რომ საკითხის, ასე ვთქვათ, პროპორციულობის პრინციპის დაცვით განხილვა და გადაწყვეტა განხორციელდეს, შესაბამისად წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი რამდენიმე ძირითად პრინციპს აერთიანებს. პირველი ეს არის ის, რომ ასე იგი საჯარო მოსამსახურის მიერ დამატებით საქმიანობის განხორციელება, რომელიც უკავშირდება საგანმანათლებლო შემოქმედებით სფეროს, მოხდეს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან სხვა სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის თუ ორგანოს წერილობითი თანხმობით. მეორე, ეს არის შემთხვევა, როდესაც საჯარო მოსამსახურეს სხვა კანონით დაშვებული სარგებლის მიღების უფლება ექნება შესაბამისი ასევე წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ეს სამართლებრივი რეჟიმი ასევე მიზანშეწონილია, რომ გავრცელდეს საჯარო სამსახურში და მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მიერ დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაო შესრულებასთან დაკავშირებით და ასევე ესე იგი სათანადო წერილობითი თანხმობა იყოს საჭირო. ესე იგი იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს შესაბამისი კონსტიტუციური რეგულირება სახელმწიფო პოლიტიკური ან პოლიტიკური თანამდებობის პირების მისამართით, მაგალითად, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს კონსტიტუცია აბსოლუტურად გამორიცხავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნებისმიერი ალტერნატიული საქმიანობის შესრულებას. ამ შემთხვევაში საკუთრივ კანონპროექტიდან არის გამონაკლისი გაკეთებული და ეს არის შესაბამისად მინდობილი ან კონსტიტუციაზე ან სხვა სათანადო საკანონმდებლო აქტებზე, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სახელმწიფო პოლიტიკური ან პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შეთავსების თუ შეუთავსებლობის შესაბამისად საკითხებს. რაც შეეხება მოსამართლეთა კორპუსს, რომ ამ შემთხვევაში შეგახსენებთ, რომ სასამართლოსთან მიმართებით არის აქტუალური სასამართლო ხელისუფლების თვითორგანიზების პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთო სასამართლოთა სისტემაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეიძლება გააჩნდეს სათანადო უფლებამოსილება, რომ ესე იგი იმსჯელოს კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლის მიერ სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელებასთან მიმართებით, მათ შორის როგორც ეს არის საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საგანმანათლებლო აკადემიური საქმიანობის მიმართულებით და მეორე მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით, ამ შემთხვევაში პლენუმი შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით იქნება ასევე კომპეტენტური, იქნება აღჭურვილი შესაბამისი უფლებამოსილებით, რომ იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიერ ესე იგი სხვა დამატებითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა სრულად თავსებადია საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებასთან. საბოლოო ჯამში, მცირე შეჯამება რომ გავაკეთოთ, წინამდებარე საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ერთიორად კიდევ უფრო მეტად ამაღლდება კეთილსინდისიერების ერთგვარი სტანდარტი და ის მოლოდინი, რომელიც გააჩნია საზოგადოებას საჯარო მოსამსახურეთა კორპუსის მისამართით, რომ მაქსიმალური კონცენტრირება მოხდება მათი უფლება-მოვალეობების ჯეროვნად განხორციელებაზე, იქნება კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფილი და დემოკრატიულ საზოგადოებაში შესაბამისი ინტერესი იქნება მიღწეული. აქვე მე ვისარგებლებ შემთხვევით, ვიდრე გადავალთ კითხვებზე თუ კომენტარებზე კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ ასევე მადლობას გადავუხდი თითოეულ იმ პირს, მათ შორის ჩვენი აპარატის წარმომადგენლებს, რომლებიც იყვნენ ძალიან აქტიურად ჩართული ამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადებაში. კითხვებისთვის მზად ვარ. მადლობთ. კოლეგებო, თუ არის ასეთი საკითხები? კითხვები იმას.
კითხვა არა, მაგრამ უბრალოდ კიდევ ერთ პად განმარტებას გავაკეთებ ამ განმარტებებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვარ და უბრალოდ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი მიმართულებით და მათ შორის ერთ-ერთი არის უცხო ქვეყნის ჩარევა რო არ ხდებოდეს ხოლმე ჩვენს უწყებებში. ახლა როდესაც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიმე ჩოწყვეტს, რომელი მოსამართლე მიიწვიოს მაგალითად სადღაც რაღაც ლექციები მისცეს და შეიძლება ხელფასზე სამჯერმეტი ანაზღაურება ან უცხოური ვოიაჟები დაუფინანსოს და შემდეგ გავლენას ახდენს მის გადაწყვეტილებებზე, რა თქმა უნდა ეს არის დაუშვებელი და ეს კანონი ბოლომდე რა თქმა უნდა არ აღმოფხვრს ასეთ შესაძლებლობებს, მაგრამ თავისთავად მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი ასრულებდეს იმ ფუნქციას, რაც მას კანონით და კონსტიტუციით აქვს დაკისრებული და არა იმას, რასაც ვინმე გარე აქტორი უკარნახებს. აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო სუსარი. ამ შემთხვევაში ჩვენი ინიციატივის მიზანი არის, რომ საჯარო მოხელე, საჯარო მოსამსახურე ის ადამიანები, რომლებიც არიან, რომელთა ვალდებულებაც არის, რომ პირველ რიგში მოემსახურონ და შესაბამისი სერვისები შეთავაზონ სხვადასხვა ფორმით საზოგადოებას. პირდაპირ იყოს მათი ვალდებულებაც და მათ შორის მათი უფლებების გარკვეულწილად დაცული. გარე ჩარევებისგან კი გარე თუ შიდა ჩარევებისგან ამა თუ იმ ფორმით, რომ ამ ადამიანებს მთელი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და საზოგადოების მიმართ და არა იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც დამატებითი სარგებლის, დამატებითი შემოსავლის სახით გაუჩერენ ახალ წყაროს და ამ წყაროდან გამომდინარე მათზე იქნებიან დამოკიდებულები. ჩვენ ყველანი ისევ და ისევ ვალდებულები ვართ, რომ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ქართული საზოგადოების ინტერესებიდან ვიმოქმედოთ და თითოეული კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, რომელიც აგერ ჩემგან მარჯვნივ სხედან და პირდაპირ მნიშვნელობით დღესა და ღამეს რომ ატარებენ ზუსტად მათ შორის ასეთი საკანონმდებლო ცვლილებების შემოშავების დროს, მათ შორის პარლამენტის პოზიციების დროს საკონსტიტუციო სასამართლოში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ კეთილსინდისიერად იმოქმედონ სახელმწიფოს წინაშე და საზოგადოების წინაშე, რა თქმა უნდა, მათი საქმეც უნდა იყოს დაფასებული და არ დააგვეზარება და არ მოგწყვეტება ყოველთვის as დედამემრის მადლობის გადახდა. ამავდროულად უნდა არსებობდეს დამატებითი პრევენციული მექანიზმები, რომელიც აგერ არის შემოთავაზებული, ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ პირველად ის სამსახური არის საჯარო სამსახურში, როდესაც არის ადამიანი დამსაქმებული, საჯარო სამსახური და როდესაც ის სხვა გარე საჯარო სამსახურთან არ დაკავშირებულ საქმიანობას ეწევა, დიახ, მან უნდა შეათანხმოს ეს ყველაფერი დაწესებულების ხელმძღვანელთან. თითოეული ასეთი კონკრეტული შემთხვევა, გამომდინარე ამ მიზნიდან გამომდინარე, თუ რამე იქნება დასაკონკრეტებული, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ღიანი კოლეგებო, რომ დავაზუსტოთ თუ რამე არის ამ მიზნიდან გამომდინარე კიდევ დამატებითი და გავითვალისწინოთ შენიშვნები, რა თქმა უნდა, მე როგორც ერთ-ერთი ინიციატორი თავს ვაძლევ უფლებას და თქვენი სახელითაც ვისაუბრო. სხვა რაიმის თქმა ხომ არ გნებოდათ ბატონო თორნიკე. გმადლობთ, რასაკვირველია, როგორც აქ აღინიშნა, მათ შორის გარე ჩარევების კონტექსტში წინამდებარე საკანონმდებლო ინიციატივა იქნება მნიშვნელოვანი დამატებითი დაცვითი მექანიზმი, რომ იქნეს თავიდან აცილებული, ასე ვთქვათ, შესაძლო არაკეთილსინდისიერება ამ თვალსაზრისით საჯარო სამსახურში. კი ბატონო, სხვა შენიშვნები მოსაზრებები თუ არ არის, მას შეგვიძლია რომ გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, ეს არის პარლამენტის წევრების მიერ ინიციირებული კანონპროექტთა პაკეტი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე თანამდებობ კანონპროექტებთან ერთად. თხოვთ ბატონო თორნიკე. კი ბატონო, ასევე პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტს და თანამდებობ 5 საკანონმდებლო აქტის ცვლილების პროექტს. აქ უნდა აღინიშნოს უპირველესად ის, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირები ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან საჯარო მმართველობით ფუნქციას და ამ ფონზე მეორე მხრივ სიპების ხელმძღვანელების სამართლებრივი სტატუსი დღეს შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად არის ამორფული, რაც ნეგატიურად აისახება თავად საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციურ სიძლიერეზე. ამ შემთხვევაში წარმოდგენილი კანონპროექტით ჩდება ახალი ცნება, ახალი სამართლებრივი სტატუსი სწორედ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებთან მიმართებით
მიმართებით, რომელიც იწოდება სახელმწიფო მოსამსახურებთან გათანაბრებულ პირად. ეს ნიშნავს იმას, რომ თავისთავად უკვე ჩაირთვება რეჟიმი, რომელიც მათ შორის სახელმწიფო მოსამსახურის მაღალ სტატუსთან არის თანხმედრაში და თანაფარდობაში საჯარო სამსახურის კანონმდებლობიდან გამომდინარე. ერთ-ერთი მაგალითად რაც უნდა ვახსენოთ ამ შემთხვევაში, რაც პრინციპული საკითხია, არის ის, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ კანონიდან იქნება ამოღებული ის ნორმა, რომელიც გულისხმობს გამარტივებული კონკურსის საფუძველზე შესაბამისი სიპების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების დანიშვნას, არამედ ეს იქნება ამ შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს ან იმ უწყების, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელის პრეროგატივა, რომლის მმართველობის სფეროში შედის ესა თუ ის კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მაგალითად, თუ ავიღებთ რომელიმე სამინისტროს და სამინისტრო სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მინისტრი იქნება სრულად, ასე ვთქვათ, უფლებამოსილი, რომ მოახდინოს შესაბამისი ხელმძღვანელი პირის დანიშვნა, გათავისუფლება, რაც პირდაპირ ასევე რა თქმა უნდა თანხმედრაშია დემოკრატიული ლეგიტიმაციის პრინციპთან. ასევე ამავე პაკეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის კომპენსაციის ნაწილი. ეს ზოგადად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის საჯარო სამსახურის რეფორმის ერთ-ერთი მორიგი ეტაპი და გაგრძელება წინასრულებებისა. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ხდება რეგულაციის დახვეწა, რომელიც გულისხმობს სამსახურიდან გათავისუფლებული მოხელის კომპენსაციას. აქ შემოდის ნორმა, რომლის მიხედვითაც დაწესებულების რეორგანიზაცია თუ შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლებულ მოხელესაც მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია, რაც ვფიქრობთ, რომ არის სამართლიანი მიდგომა საკითხთან დაკავშირებით. ასევე არის კონკრეტული წერტილოვანი ცვლილებები სხვა საკანონმდებლო აქტებში, მაგალითად, განათლების ხარისხის განვითარების კანონში ზუსტდება, რომ ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესაბამისი განსაკუთრებული მანდატის გათვალისწინებით ის დებულებები, რომელიც ვახსენეთ წეგან, ანუ ხელმძღვანელის დანიშვნა თავისუფლებას აწესრიგებს, არ გავრცელდეს და თავიდან იქნეს გარკვეულწილად ამით აცილებული კოლიზია, რომელიც ერთი მხრივ არის განათლების ხარისხის განვითარების კანონში და მეორე უკვე როცა კანონად იქცევა იარსებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონში. ასევე ხდება დაზუსტება ციფრული მმართველობის სააგენტოსთან მიმართებით შესაბამის საკანონმდებლო აქტში, რომ თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა იქნება მოწესრიგებული დებულებით, რაც ზოგადად შეესაბამება იმ საერთო არქიტექტურას, რასაც ხვდებით საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების მოადგილებთან დაკავშირებით და შესაბამის სხვა უფლებამოსილებებთან მიმართებით. აქვე არის, ესე იგი, საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ცვლილების პროექტი, რომელიც შეეხება პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებას. აქაც ლაპარაკია იმაზე, რომ დაიხვეწოს კიდევ უფრო მეტად არსებული მოდელი მმართველობისა, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული ფუნქციათა გარკვეული დუბლირება და ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს ძალიან აქტიური სამუშაო პროცესი, რომ რაც შეიძლება ოპტიმალური მოდელი იქნეს შემოთავაზებული და ასევე არის ერთ-ერთი ცვლილება საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომელიც იქედან გამომდინარე, რომ იერარქიულად არის უფრო მაღლამდგომი საკანონმდებლო აქტი, იმისათვის, რათა სათანადო სამართლებრივი რეჟიმი გავრცელდეს მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელებთან მიმართებით, სათანადო დათქმას აკეთებს კანონის კონკრეტულ მუხლში, ვიმეორებ ამ რეჟიმის გავრცელებასთან მიმართებით. საერთო ჯამში ერთგვარი შეჯამების სახით ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტი, როგორც აღვნიშნეთ, კიდევ უფრო მეტად დახვეწილ მიდგომას შემოგთავაზებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების სამართლებრივ სტატუსთან და მათი დანიშვნა გათავისუფლების წესთან მიმართებით და უზრუნველყოფს იმას, რომ მოხდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსტიტუციურად კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. აქაც ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას ვეთყვი ყველა ჩართულ მხარეს, რომელსაც წვლილი მიუძღვის კანონპროექტის შემუშავებაში. აქაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე არიან თანაინიციატორები და რა თქმა უნდა მადლობა მათ ამ, ასე ვთქვათ, ჩართულობისთვის. მზად ვარ კითხვებისთვის.
ერთ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით, რომლის ასევე ინიციატორი მეც ვარ, პროფესიული თეატრების შესახებ კანონში შესატანცვლებებს მოჰყვა გარკვეული უნებათხელვა ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანისაგან, ხელოვანებისაგან. ესენი არიან რეჟისორები, სხვადასხვა თეატრების ხელმძღვანელები, რომლებიცაც არ მოეწონათ, რომ რაღაცნაირად თეატრის დირექტორი ამ სახელწოდებით იქნება განსაზღვრული თეატრის ხელმძღვანელი, იმიტომ რომ ძალიან ხშირ დღეს რაღაცნაირად ესე არის, რომ თეატრის დირექტორი, რომელიც გარკვეულწილად ფინანსურ, ადმინისტრაციულ საქმეებს განაგებს, ტექნიკურ, ორგანიზაციულ საქმიანობას ახორციელებს, ცალკეა რეჟისორი, დირიჟორი ან თქვათ ბალეტმაისტერი ცალკე არის და რეალურად ის თეატრი რისთვისაც არსებობს არის სწორედ ეს თანამდებობა ხო ვინც ქმნის თეატრის შინაარსს თეატრის კონტენტს და მათ გარკვეულწილად თვითონ ტერმინის ცვლილებაც არ მოეწონათ და თან რაღაცნაირად გაუჩნდათ განცდა რომ შეიძლება ვიღაც ტექნიკური ადამიანი იყოს თეატრის ხელმძღვანელი და თვითონ მეორეხარისხოვანი პირი აღმოჩნდეს ჩვენ გუშინ გქონდა ამ საკითხზე მსჯელობა შევიკრიბეთ ბატონი არჩილი იყო ამ გამდინარეზე რამდენიმე ჩვენი კოლეგა უბრალოდ მინდა ჩვენს კოლეგებმაც იცოდნენ ამის შესახებ და გარკვეულწილად შევთანხმდით იმაზე რომ აი ეს ერთგვარი რაც აწუხებთ ამ ადამიანებს იქნეს გათვალისწინებული კანონმდებლობაში და უბრალოდ შეიძლება პირველ მოსმენისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ უბრალოდ მინდა დავადა ბატონი არჩილისგან კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, რომ ნამდვილად იქნება გათვალისწინებული. შეიძლება შეეხოს ერთ ან რამდენიმე მუხლში შესაბამის ცვლილებებს. დიახ, ბატონ სოზარ, როგორც აღნიშნე, კონსულტაციები ამ საკითხთან მიმართებით კლავაც გრძელდება და შესაბამისად მეორე მოსმენისთვის ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ისეთი მოდელის შემოთავაზებას, რომელიც როგორც სახელწოდების თვალსაზრისით, ისე საკუთრივ შიდა ინსტიტუციური მოწყობის თვალსაზრისით იქნება მაქსიმალურად ოპტიმალური და ის წუხილები, რომელიც შეიძლება შესაბამის პროფესიულ წრეებს გააჩნდეთ, ბუნებრივია იქნება, ასე ვთქვათ, თავიდან აცილებული. აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი გარემოება პასუხისმგებლობის ნაწილში, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი დღეის მდგომარეობით არის რა საერთო ჯამში პასუხისმგებელი აბსოლუტურად ყველა მიმართულებაზე შეიძლება გარკვეულწილად არასამართლიან მდგომარეობაში იყოს, ვინაიდან მეორე მხრივ არის დირექტორის თანამდებობა დღეს არსებული მოდელის პირობებში, რომელიც განაგებს არსებითად საორგანიზაციო, ადმინისტრაციულ, ფინანსურ ნაწილს თეატრის საქმიანობასთან მიმართებით და აქ შეიძლება უბრალოდ უფრო მკაფიოდ მოხდეს სათანადო, ასე ვთქვათ, კომპეტენციების გამიჯვნა. ყოველ შემთხვევაში მეორე მოსმენამდე შესაძლებელია რომ მოხდეს ამ დეტალების დაზუსტება. იქნება ამაში მოვიწვიოთ თვითონ ის ადამიანები, ვისაც ეს წუხილი აქვს, მათი აზრი მოვისმინოთ, კარგი იქნება თქვათ იგივე კულტურის კომიტეტი იქნეს ჩართული ამაში და აქ მე ერთ მუხლზე გავამახვილე ყურადღება, მაგრამ შეიძლება წუხილი იყოს სხვადასხვა მუხლებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, წეგან ვილაპარაკეთ ტერმინ სამშობლოს მნიშვნელობაზე და როცა სამშობლოზე ვილაპარაკობთ, იდენტობის განსაზღვრელი სწორედ ჩვენი კულტურა არის ერთ-ერთი და თეატრი არის ამ კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. კი ბატონო, მზად ვართ დამატებითი კონსულტაციებისთვის, რომ მეორე მოსმენისთვის იყოს შესაბამისი ნორმები კიდევ უფრო მეტად დახვეწილი. მადლობა ბატონო სოზარ, ბატონო თონიკა, რა თქმა უნდა გიდასტურებთ ბატონო სოზარ, რომ ჩვენ გვექნება კიდევ დამატებითი კონსულტაციების და სამუშაოების გუშინდელი ჩვენი შეხვედრის შემდეგადაც უბრალოდ პირველი მოსმენის ტექსტში სამსახურების განხორციელება დროსთანაც არის დაკავშირებული, თან ჩვენ დაჩქარებული წესით არ განვიხილავთ არც ერთ კანონპროექტს, გვაქვს წინ როგორც პლანურ სტომაზე განხილვა, ასევე გვაქვს მეორე მოსმენის საკომიტეტო და პლანურ სტომების განხილვები და ჩვენ შეგვიძლია რომ მივიღოთ ისეთი ცვლილებები საბოლოო ჯამში, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ როგორც მენეჯმენტის მართვის დახვეწვას, ასევე რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება ყველა იმ კულტურის სფეროს წარმომადგენლის სურვილიც და მოსაზრებაც, რომელიც წლების განმავლობაში, 10 წლების განმავლობაში ემსახურებიან საქართველოს ემსახურებიან კულტურის სფეროს და ჩვენი მიზანიც ის არის რომ დიახ დავაფასოთ ეს ადამიანები, ამავდროულად კონდეს მენეჯმენტი ისეთი, როგორც სახელმწიფო ზოგადად დაწესებულებაში და სახელმწიფო თეატრიც ხშირ შემთხვევაში ფინანსდება სახელმწიფოსგან, რომ მისი მენეჯმენტიც იყოს გამართული, არავით არის დამატებითი კითხვის ნიშნები ამ კუთხით არ არსებობდეს და მართვის კუთხით გამართულობიდან გამომდინარე დავხვეწოთ კანონპროექტი, ვიმუშაოთ ერთად, ისევე როგორც ეს უნდა იყოს წესით ნებისმიერ შემთხვევაში მართულ გუნდსა და ოპოზიციას შორის. მადლობა ამ ჩართულობისთვის ბატონო სოზარ. ბატონო თონიკა ხო არ დანოთ რაიმე და გადავიდეთ სხვა საკითხს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ბოლო საკითხია უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ, რომელსაც თქვენის ნებართვით წარმოგიდგენთ მე თვითონ. გთხოვთ ბატონო არჩილ, შეგვიძლია პირველი მოსმენის რეჟიმში განვიხილოთ ფრაქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ. საქართველოს კანონის პროექტი და ასევე თანმდევის სისხლისამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის დავალდაზე კანონის პროექტი. მადლობა ბატონო თორნიკე, კოლეგებო, წარმოგიდგენთ პირველი მოსმენით განსახილველად უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ მე ვერ ვხედავ მაგალითად დარბაზში დაინტერესებულ ადამიანებს, ეგრეთ წოდებულ დაინტერესებულ ადამიანებს, ვერ ვხედავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვერ ვხედავ ონლაინ თუ სხვა იმედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ასე აჟიტირებულად იყვნენ წარმოდგენილები 2023 წელს, 2024 წელს. ვერ ვხედავ მაგალითად კონკრეტული ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლებს, ვერ ვხედავ მაგალითად მაშინდელს, მაშინ რომ იკავებდა თანამდებობას სახალხო დამცველის წარმომადგენელს, ვერ ვხედავ საელჩოს იმ წარმომადგენელს, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონი განიხილებაო. სად არიან ეს ადამიანები? მათ შორის ვერ ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება გარეთ ქუჩაში იდგნენ და საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილ რუსულ კანონს აპროტესტებდნენ. სად არიან ეს ადამიანები? მაშინ, როდესაც ამბობდნენ, რომ გამჭვირვალობა თურმე რუსულია, ეხლაც, როგორც მაშინ, ეხლაც და დღესაც ჩვენ ვიხილავთ კანონპროექტს, რომელიც ეხება ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას, რომლის მიზანიც არის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უცხოური გავლენების, უცხოური თანხების მოძრაობა ჩვენს ქვეყანაში ჩარიცხვები და შესაბამისად ის მოქმედებები დაფინანსებული, რომელიც ხშირ შემთხვევაში, როგორც აღმოჩნდა და ეს ყველაფერი ჩვენ არა მხოლოდ ჩვენი სიტყვების შედეგად და ჩვენი პარტნიორი პარტიის იქნება თუ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისა, რომლებიც ახლა ოპოზიციას წარმოადგენენ, რომ ამხელდნენ ხოლმე და რაც დაიწყო ხალხის ძალის წარმომადგენლება, არა მხოლოდ ჩვენი გაკეთებული განცხადებები არის საილუსტრაციოდ იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში თანხები იხარჯებოდა და იხარჯება სამწუხაროდ დღესაც ისე, რომ ქართული ხალხის ინტერესები საერთოდ არავის არ აინტერესებს და პირიქით საზიანო არის და ამაში ყველაფერს მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციაც ამხელს, მაგალითად USA-ც, მაგალითად NET-ს, რომ თურმე ეს ორგანიზაციები არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში აფინანსებდნენ ისეთ პროგრამებს, რომლებიც მიმართული იყო კონკრეტული ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, საზოგადოების საზიანოდ, არ ემსახურებოდა ურთიერთობის ჰარმონიზაციას და ამ ყველაფერში იხარჯებოდა ამერიკის გადასახადების განახორციელების თანხები და პირიქით ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების საწინააღმდეგოთაც კი იყო, ასე აცხადებს ბატონი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია და ადამიანები, რომლებსაც არ ესმით ქართულად საუბარი და ქართველების და უფრო ურჩევნიათ, რომ უცხოელების მიერ გაკეთებული, უცხო ენაზე გაკეთებული განცხადება მოისმინონ და მხოლოდ მათი სჯერათ, მაშინ ახლა აღდგნენ და პასუხი გასცენ მათ შორის ან კომენტარი გააკეთონ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, ბატონ ილონ მასკთან დაკავშირებით თუ სხვათ. რა არის ჩვენი კანონის მიზანი? ერთი რამე არის, რომ საქართველოს პარლამენტში ყოველთვის მათ შემდეგ, რაც ქართული ოცნების გუნდი არის, ქართული ოცნების გუნდს აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა ქართული ხალხის წინაშევე, რომ იყოს მართველი გუნდი, არ მიღებულა და არც მიიღება არც ერთი სხვა რომელიმე ქვეყნის თუ დაკვეთილი თუ მიღებული კანონი და მხოლოდ საქართველოში მიიღება ქართული კანონები, რომელიც ისევ და ისევ საქართველოს ინტერესებს ემსახურება და ჩვენ დიახაც 2023 წელსაც დავაინიციირეთ ის კანონი, რომელიც უფრო ქართული გამჭვირვალობის კანონი, რომელიც უფრო გაცილებით უფრო რბილია ვიდრე სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობა, რომელსაც მოყვა გარედან პირდაპირ ორგანიზებული, დაფინანსებული და გაკონტროლებული ეგრეთ წოდებული პროცესი და ისევ ქართველი
საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ ქართული ოცნების გუნდმა უარი თქვა ამ კანონპროექტების მიღებაზე, მაგრამ 2020-დან მით უმეტეს რომ ჩვენ მივიღეთ ჩვენი პარტნიორებისგან იმის დაპირება, რომ საქართველოში ყველა ჩარიცხული თანხა იქნებოდა საჯარო და აღარ მოხდებოდა გადატრიალების თუ რევოლუციების მცდელობების სხვადასხვა ორგანიზაციებისგან თუ ძალებისგან, ამის მიუხედავად ეს ყველაფერი არ გაჩერდა და ჩვენ 2024 წელს მივიღეთ ქართული გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ისევ და ისევ ადამიანებმა გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება, რა თქმა უნდა, ეს მათი უფლება, მაგრამ რაღაც ელემენტარული დასაბუთება ხომ მაინც უნდა ქონდეს ადამიანს. მათ შორის პროფესიული ეთიკა და ღირსებას და ჩვენ ნახეთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თანამშრომლებისადმი პირდაპირ თავდასხმა და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი მე კიდევ ერთხელ იმ თანამშრომლებს, რომლებმაც დაიცვეს როგორც პარლამენტის, ასევე ზოგადად სახელმწიფო ინტერესები და იცავდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნენი და იციან, რომ საქართველოში დიახ მხოლოდ და მხოლოდ ქართული კანონები მიიღება და არა ის სხვა იარლიყების მიმზადებული ადამიანების მცდელობების მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნის სახელთან დაკავშირებული. ამის შემდეგ ჩვენ ხედავთ, რომ რეალურად მას შემდეგ რაც ქართული გამჭვირვალობის კანონი იქნა მიღებული, კანონი თავის საქმეს პრევენციულ მიზნებს წარმატებით ვერ აღწევს და მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გქონდეს კარგი ისეთი ბერკეტები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, როგორც ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკელ ხალხს აქვს უფლება, რომ მათი სუვერენიტეტი იყოს დაცული ეფექტიანი მექანიზმებით, რა თქმა უნდა, ქართულ ხალხსაც გვაქვს არანაკლებ ემისი უფლება, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იყოს გარანტირებული. ამიტომ ქართული ოცნების გუნდის გადაწყვეტილებით და ფრაქციის ინიციატივით დაინიცირებული არის ამერიკული კანონის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის, ეგრეთ წოდებული FARA ზუსტი სიტყვასიტყვითი თარგმანი და ეხლა ის დაინტერესებული პირები, ბჭყალებში დაინტერესებული პირები თუ გარედან დავალება მიღებული ადამიანები თარგმანში რომ კარგავდნენ ხოლმე, მათ შორის ჩვენი პარტნიორების წარმომადგენლებსაც და ინფორმაციები რომ იკარგებოდა თითქოს რაღაც განსხვავებული რეგულაცია ქართულში და განსხვავებული არის ამერიკულში, ეს ყველაფერი მარტივად გამორიცხული იქნება, იმიტომ რომ სიტყვასიტყვითი თარგმანი არის წარმოდგენილი ჩემს მიერ დღეს საკომიტეტო განხილვის დროს. ერთადერთი განსხვავებით რომ გამომდინარე იქიდან რომ საკანონმდებლო სივრცე განსხვავებული არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და განსხვავებული არის საქართველოში, ზუსტად არც პარაგრაფები არ არის ჩვენს კანონმდებლობაში და არც საკანონმდებლო ტექნიკა არ არის ანალოგიური, ელემენტარულად სამართლებრივ სხვადასხვა სამართლებრივ ოჯახებს წარმოადგენთ ჩვენ და ამერიკის შეერთებული შტატები, ფორმა მიეცა ისეთი, როგორიც უნდა გქონდეს ქართულ კანონს, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონს, რაც შეეხება შინაარსს, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში ზუსტად იგივე არის წარმოდგენილი, თუ რაიმე განსხვავება იქნება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ კიდეც, რომ ვთქვათ და მივყვეთ მიმდინარე კანონპროექტს, ბატონო თავმჯდომარე, თქვენის ნებართვით, მუხლი პირველი გულისხმობს ნაცვლად პარაგრაფი 611-ისა, მოიცავს ტერმინთა განმარტებას, სადაც განმარტებული არის თუ ვინ არის პირი, ვინ არის უცხოური პრინციპალი, თუ ვინ არის უცხოური პრინციპალის აგენტი, ამავდროულად, რა თქმა უნდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები იყო მითითებული, საქართველო არის და იქნება მითითებული და შეიცვალა მაგალითად ასევე აღმასრულებელი უბრალოდ დაზუსტა და განისაზღვრა თუ ვინ იქნება აღმასრულებელი ამ კანონის მიზნებისთვის, ამ კანონით გათვალისწინებული რეგულაციებისა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში FARA-ს აღსრულებას უზრუნველყოფს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც ქართულ რეალობაში ასეთი ფიზიკურად არავინ არ არის, მაგრამ მთელი რიგი უფლებამოსილების სხვადასხვა სამინისტროებსა თუ სახელმწიფო ორგანოებს შორის არის განაწილებული, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ყველაფერი ერთიანად არის მოცული, მაგრამ საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, კოლეგებო, გთავაზობთ, რომ აღმასრულებელი
ამ კანონისა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ანტიკორუფციული ბიურო და ანტიკორუფციულმა ბიურომ უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული თითოეული დებულების აღსრულება და კონტროლი. რა თქმა უნდა, ჩვენს კანონში ვერ გვექნება კუბაზე, ჰავანაზე და სხვა საგარეო საქმეთა სამინისტროებზე საგარეო სამინისტროების მიერ მიღებულ აქტებზე და ასეთი ჩანაწერები, რა თქმა უნდა, ამოღებული იქნება საქართველოს კანონიდან. იმედია, ეხლა მაინც არ იტყვიან ეს ადამიანები, რომ ასეთი ჩანაწერები რო ამიღეთ, ეს ზუსტად ამერიკული ფარა არ არისო. დარწმუნებული ვარ, რომ იტყვიან ადამიანებს, რომლებსაც შუბლზე ზარგვი აქვთ გაწყვეტილი, მათ შორის ამის თქმაც არ მოერიდებათ, მაგრამ დიახ, სადაც მითითებული არის მაგალითად კონგრესის ბიბლიოთეკა, ჩვენ შემთხვევაში კონგრესის ბიბლიოთეკა არ ეწერება, რა თქმა უნდა. და არც ჩვენს კანონში შეერთებული შტატების განმარტება არ იქნება ტერმინთან განმარტებაში წარმოდგენილი. მუხლი 2 გულისხმობს სარეგისტრაციო განცხადებას, თუ რა სახის განცხადება უნდა იყოს წარდგენილი შესაბამისად ანტიკორუფციულ ბიუროში, რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს მიწოდებული, მატერიალური სახით თუ ელექტრონული ფორმით, აქაც კვლავ დაზუსტებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარდა ნაცვლად უпростоრად საქართველოა მითითებული. ამავდროულად ცვლილებები არის განხორციელებული და მუხლი მესამე მაგალითად გამონაკლისებს ადგენს, თუ ის პირები ვინ არიან, ვიზეც ფარას მოქმედება არ ვრცელდება და ესენი არიან დიპლომატები და საკონსულო მოხელეები, უცხო ქვეყნის თანამდებობის პირები, დიპლომატიური ან საკონსულო მოხელეების პერსონალი, ზუსტად ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებშია. რელიგიური სამეცნიერო საქმიანობაც განმარტებულია. ამავდროულად მეოთხე მუხლი პოლიტიკური პროპაგანდის დახარისხებას და კატეგორიზაციას გულისხმობს ზუსტად ანალოგიურად როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში. ზუსტად იგივე რეგულირებები იქნება საქართველოშიც. როგორც მოგახსენეთ, მაგალითად კონგრესის ბიბლიოთეკა ამოღებული გვაქვს და ამოღებული გვაქვს მაგალითად ფოსტაზე მითითება, ამერიკის ფოსტაზე მითითება, ჩვენს ფოსტაში არავითარი სხვა ორგანიზაციები არ რეგისტრირდებიან. იმედია, ესეც არ არის ამერიკული კანონის ცვლილება. ისევ და ისევ გარდა იმ შემთხვევისა, თუ შუბგაწყვეტილი ადამიანები მაინც იკადრებენ. ბატონო არჩილ, ერთი საკითხი არის, ვინაიდან ჩვენ პრაქტიკულად მუხლობრივად გავყევით, დარბაზიდან მანიშნებენ კოლეგები, რომ არის შეკითხვები, მოსაზრებები და თუ შეიძლება მაშინ რომ პროაქტიულად ან თუ გნებავთ მე მგონი რომ ჯობია დავასრულოთ და შემდეგ ერთიანად იყოს, იმიტომ რომ მეორე მოსმენის დროს კი, იმიტომ რომ ფაქტობრივად მუხლობრივად გავყევით. კი. მე უბრალოდ სტრუქტურას წარმოვადგენ ამ შემთხვევაში, თუ ამერიკული კანონი სტრუქტურულად როგორ არის ქართულად დალაგებული. მუხლი 5 განსაზღვრავს დოკუმენტაციებსა და ჩანაწერებს. მუხლი 6 ოფიციალური ჩანაწერების საჯარო მონიტორინგს, ჩანაწერების და ინფორმაციის გაცემას, ამავდროულად მითითებული იყო და არის ამერიკულ კანონში, რომ გარკვეულ მოქმედებებს ახორციელებს სახელმწიფო მდივანი და სახელმწიფო მდივნის ნაცვლად კოლეგებო გთავაზობთ, რომ მიუთითოთ საგარეო საქმეთა მინისტრი და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სრულებაც არ იქნება აღქმული, რომ არა ამერიკული კანონი არის ჩვენს პარლამენტში ინიცირებული და რომლის მიღებასაც, რა თქმა უნდა, აუცილებლად შევძლებთ შესაბამისად ვადებში. მუხლი 7 განსაზღვრავს პრინციპალის უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებულ პირთა პასუხისგებლობას. მუხლი 8 არის აღსრულების ჯარიმები, აღსრულება და ზოგადად ჯარიმები, რაც შეეხება აღსრულებას, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, გარკვეული დარღვევებისთვის და როდესაც მუხლობრივად გვექნება ჩვენ განხილვა თითოეულ დარღვევასთან დაკავშირებით, თითოეულ დებულებასთან დაკავშირებით, შეგვიძლია რომ დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხები. პასუხისგებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაზღვრულია
$5,000 ASH ოდენობით ან თავისუფლების აკვეთით არა უმეტეს 6 თვის ვადით და გარკვეულ შემთხვევებში სრულად მაგალითად განაცხადის წარუდგენლობა და ადამიანი რომელიც თავს არიდებს რომ დარეგისტრირდეს უცხოური პრინციპალის აგენტად ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის $10,000 სხვა დებულებებთან ერთად რა თქმა უნდა $10,000 და თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს 5 წლის ვადით, რომელიც შესაძლებელია ერთად იყოს გამოყენებული ან ცალ-ცალკე. ვაპირებთ და გთავაზობთ, რომ ამერიკული დოლარის, აშშ დოლარის ნაცვლად ქართული ლარი იყოს მითითებული და იმედი ესეც არ იქნება ჩათვლილი, როგორც არაამერიკული კანონის მიღება. ამასთანავე შემდეგი საკითხი ეს არის მუხლურ ვაში, რომელიც იყო წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით 618 პარაგრაფის F ქვეპუნქტი აქ თარგმანთან დაკავშირებით იყო გარკვეული უზუსტობა და თქვენის ნებართვით ჩავიკითხავთ როგორ არის სწორი თარგმანი ისევ რომ ინსინუაციები რო არ მოყვეს რომ არიციან როგორ უნდა ითარგმნოს ინგლისური ქართულათო მაგალითად რომ როდესაც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის განსჯით ნებისმიერი პირი არის ჩართული ან აპირებს ჩაერთოს ნებისმიერ საქმედებაში, რომელიც წარმოადგენს წინადადებარე კანონის რომელიმე პუნქტის ან მის საფუძველზე გამოცემული რეგულაციის დარღვევას, ან როდესაც უცხოური პრინციპალის რომელიმე აგენტი არ ასრულებს რომელი კანონით გათვალისწინებულ რეგულაციას, ანტიკორუფციულ ბიუროს უფროს შეუძლია მიმართოს საქართველოს შესაბამის სასამართლოს, რომლის მიხედვითაც სასამართლო დაავალდებულებს ასეთ პირს შეწყვიტოს ეს ქმედებები, ან შეწყვიტოს უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსის ქვეშ მოქმედება ამ ბრძანებისთვის, რომლითაც მოთხოვნილი იქნება წინადადებარე კანონის ან მისით გათვალისწინებული ნებისმიერი შესაბამისი რეგულაციის დაცვა. რაიონულ სასამართლოს აქვს იურისდიქცია და უფლებამოსილება, შესაბამის სასამართლოს უკაცრავად აქვს იურისდიქცია და უფლებამოსილება გამოსცეს დროებითი ან მუდმივი აქტი, შემაკავებელი ორდერი ან სხვა ისეთი ორდერი, რომელსაც ის სათანადოდ მიიჩნევს. რაც შეეხება მუხლს აქ დამატებით არის წესები და რეგულაციები, თუ რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეიტანოს შესწორება, შეადგინოს, შეცვალოს ან გააუქმოს ის წესები და რეგულაციები, რომლებსაც საჭიროდ ასვლის წინადადებარე კანონის განსახორციელებლად და ამავდროულად ვალდებული იქნება, რომ საქართველოს პარლამენტს 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს შესაბამისი ანგარიში. მათ შორის კოლეგებო ჩვენ თარგმნეთ რომ ამერიკის ერთ-ერთი მუხლი რომელზედაც ბატონ სოზარს ჩვენს კოლეგებს კარგად ემახსოვრებათ რომლებიც ამბობდნენ რომ თურმე ჩვენ არ ვთარგმნეთ უმნიშვნელოვანესი მუხლი ეს 2023-2024 წლებში მიმდინარე მოვლენებს ვეხები ამ შემთხვევაში რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს უფლება რომ მეგობარი ქვეყნების სია განსაზღვროს. კიდევ ერთხელ ვთქვათ რომ როგორც მაშინ ვამბობდით ეხლაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ რომ აბსოლუტური ტყუილი არის რომ თითქოს ასეთი რამე თარგმნილი არ იყო ელემენტარულად ამერიკა რომ იცოდეს საზოგადოებამ რომ ისევ და ისევ რომ ვინმე შეცდომაში არ შეიყვანოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეუძლია განსაზღვროს იმ ქვეყნების სია რომელთა დაცვაც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებშია და შესაბამისად ამ ქვეყნიდან ჩარიცხული თანხები არ ჩაითვლება პრინციპალის მიერ ჩარიცხულ თანხებად, ხოლო პირი რომელიც მიიღებს ამ თანხებს არ ჩაითვლება უცხოური პრინციპალის აგენტად. მაგრამ ერთი რამე არის კიდევ რომ ასეთი ქვეყნების სია ბუნებაში არ არსებობს. 1938 წლიდან მაშინ როდესაც ფარას აქტი იქნა მიღებული ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი ქვეყნების ჩამონათვალი ამერიკელებს არ გაუკეთებიათ და მათ შორის როგორ უნდა ვთქვათ ახლა რომ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მეგობარი არ არის მაგალითად ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და დიახ მათ შორის სახელმწიფო ორგანოებიც კი იქნება ეს ისრაელი თუ გერმანია თუ დიდი ბრიტანეთი თუ პირები პირდაპირ დარეგისტრირებულები არიან ფარაში კიდევ ერთი დიდი ტყუილი და ფარსი რომელიც საზოგადოებას მოატყუეს მაგრამ ეხლა სად არიან ეს ადამიანები დააგვიან და მესის მისვლა თუ არ ვიცი ხაზები გადაიტვირთა თუ არაფორმით იღებენ ეს ადამიანები ინფორმაციას და დავალებას არ ვიცი ნამდვილად მაგრამ ფაქტია რომ ასეთ პროტესტს ვერ ხედავთ მაშინ როდესაც გაცილებით უფრო მკაცრი ამერიკული კანონი არის პირდაპირ ნათარგმნი და ჩემს მიერ თქვენთან წარმოდგენილი და საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი, ვიდრე ეს არის მიღებული 2024 წელს ქართული გამჭვირვალობის კანონი.
მაგრამ უფრო გაცილებით უფრო მკაცრ კანონთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც კი არ არის თქმული. რასად არიან, რატო არა პროტესტებენ ეს ადამიანები, რატომ არ ამბობენ, რომ თავისუფალი სიტყვა იქნება ჩახშული და ან რატომ არ გვეუბნებიან, რომ გაუქმდება ორგანიზაციების საქმიანობა. დიახ, ჩვენ როგორც 2020 წელს მივიღეთ ქართული გამჭვირვალობის კანონი, რომლის მიზანიც არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება, რომლის მიზანიც არის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და რომლის მიზანიც არის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, ამავდროულად ჩვენ ვიღებთ კიდევ უფრო კაცრ, მაგრამ ეფექტურ კანონს, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სიტყვასიტყვით თარგმანს და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია ექნება, შეუძლიათ რომ ეს პრეტენზია გამოხატონ, რა თქმა უნდა, თავისუფლების მაღალი ხარისხით და თავისუფლად ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა თესწახთან, უნდა კონგრესთან, იმიტომ რომ ის საკითხები, რომლებიც რეგულირებულია ამ კანონში, არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი. თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან. მადლობა. თუ კითხვები გაქვთ, რა თქმა უნდა, ვიქნები. გმადლობთ ბატონო არჩილ, ბატონი გივი მიქანაძე, შემდგომ ბატონი სოზარ სუბარი, კითხვები, კომენტარები. მადლობა ბატონო არჩილ, საკმაოდ დეტალურად მიმოიხილეთ პირველი მოსმენისთვის, თუმცა ალბათ საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდეს რა განსხვავება არის ძირითად ასპექტებში საქართველოში 2024 წელს მიღებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონსა და იმ კანონპროექტ შორის, რომელსაც მავანი და მავანი ჯერ კიდევ 2023-ში შემდეგ უკვე გასულ წელს უწოდებდნენ რომ ფარა არის სულ სხვა ვიდრე ის კანონი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იხილავდა და იღებდა და ამაში მე რა თქმა უნდა ვეთანხმები რომ სულ სხვა არის, თუმცა ისინი ამბობდნენ რომ ფარა შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებს და იმ სტანდარტებს, რომელიც ადამიანის უფლებების კონტექსტში დაცული არის, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ განხილული და შემდგომ მიღებული გამჭვირვალობის კანონი ამ სტანდარტებს აცდენილია. შესაბამისად, იმისთვის რომ საზოგადოებისთვის უფრო ნათელი გავხადოთ, ჩემი თხოვნა იქნება მოკლედ ძირითად განსხვავებებზე რომ ვისაუბროთ, თუ რა არის ასახული ჩვენს მოქმედ კანონმდებლობაში, რომელიც ვიცით რომ ბევრად ლიბერალურია, ვიდრე ის კანონპროექტი, რომლის განხილვაც ახლა იწყება და რა მოცემულობებს შეიცავს ის კანონპროექტი, რომელიც სიტყვასიტყვით ნათარგმნი არის ამერიკული ფარასგან. მადლობა. ბატონო სოზარ, გთხოვთ. მადლობა. გასაგებია რომ ამ კანონის მიმართ ხალხის ძალას განსაკუთრებით ემოციური დამოკიდებულება გვაქვს, იმდენი ცილისწამება, შეურაცხყოფა, ლანძღვა მოვისმინეთ და ახსოვს გადავსებული ქუჩები და პროტესტი. თუმცა დღეს საბოლოოდ მივიღეთ რა? მივიღებთ კანონს, რომელიც მოიცავს გაცილებით ფართო პირთა წრეს. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობოებზე ან მედიაზე, ეს არის გაცილებით ფართო პირთა წრე და შესაბამისად სანქციებიც არის ბევრად უფრო მკაცრი. იქ იყო ერთადერთი მარტივი მოთხოვნა, რომ დაარეგისტრირე წლის განმავლობაში რამდენ ფულს იღებ უცხოეთიდან და რა მიზნებისთვის იღებ. მორჩა, აი არანაირი ჩარევა შინაარსში არ იყო, მაგრამ რატომ არ იყო ჩარევა? ძალიან კარგად ვიცოდით მაშინ, ისა რატომ იყო პროტესტი? ძალიან კარგად ვიცოდით მაშინაც და კიდევ უკეთ გამოჩნდა დღეს, როდესაც ამერიკაში დაიწყეს ამ დაფინანსებების გამოძიება, განსაკუთრებით USAID NED პრაქტიკულად ღიად ამბობს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, რომ ეს არის ფული, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალებების მოსაწყობად, მთავრობების შესაცვლელად, ტრადიციული ღირებულებების, რელიგიების წინააღმდეგ საბრძოლველად და ასე შემდეგ. ბუნებრივია ამის გამჟღავნება ძალიან ბევრ დონორს არ უნდოდა და მით უმეტეს არ უნდათ მიმღებ ორგანიზაციებს. არ მხოლოდ ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ, არამედ არატრადიციული ღირებულებების დასანერგად და რაღაც გასაფეთიშებლად. წერია ზოგადი ინფორმაცია კანონის შესახებ, რომ არის საჭირო საქართველოში დესტაბილიზაციის, დამოუკიდებლობის ხელყოფის ცდილობის და რევოლუციური სცენარების ხარდაჭერის აღმოსაფრთხოებადო და აბსოლუტურად სწორი განმარტებაა. ეხლა
როდესაც ვლაპარაკობთ ამ კანონზე და მეგობრების განსაზღვრა, მეგობარი ქვეყნების განსაზღვრაზე საუბრობდით თქვენ. ჩვენი კანონის მიღებიდან მცირე ხანში მიიღო მსგავსი კანონი საფრანგეთმა, რომელიც კიდევ უფრო მკაცრია ვიდრე ამერიკული კანონი, 6 წლამდე პატიმრობა, 5 მილიონ ევრომდე ჯარიმა და სპეციალურ სამსახურებს ეძლევათ 5 წლის მოსმენის და თვალთვალის უფლება სასამართლოს ნებართვის გარეშე. ოღონდ როდესაც მიდიოდა იქ მოსმენა, როდესაც ჩვენ ოპოზიციას ამას ვეუბნებოდით, ისინი მაშინდელ ოპოზიციას, ისინი ამბობდნენ, რომ ის მიმართულია რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგ და კიდე თქვათ ირანის წინააღმდეგ და არავის სხვის წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვუსმენდით იმ კანონმდებლებს, რომლებიც იყვნენ კანონის წარდგენები, ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ეს კანონი გვჭირდება ყველა ქვეყნის წინააღმდეგ. კანონში არც ერთი ქვეყანა არ არის ჩამოთვლილი, მაგრამ ისინი პირდაპირ ასახელებდნენ ქვეყნებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ რომელთა მხრიდან მომდინარე საფრთხე თავიდან აცილებას უნდა ემსახურებოდა ეს კანონი და ის აუცილებლობა ვიქ არ ყოფილა არც არაბული ქვეყნები, არც ჩინეთი დასახელებული, რუსეთი იყო, აზერბაიჯანი იყო, საფრანგეთისთვის აზერბაიჯანი გარკვეულწილად არის ესეთი მოწინააღმდეგე ქვეყანად ჩათვლილი, მაგრამ თავარი ქვეყანა ვიზეს ლაპარაკობდნენ ვის გამომდინარე საფრთხეებზეც იყო ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკის შეერთებულ შტატებს ისტორიულად ჩამოყალიბების დღიდან რაც შეერთებული შტატები შეიქმნა საფრანგეთზე უფრო მჭიდრო მოკავშირე არ ჰყოლია თავისუფლებას კანდიდატებას კი საფრანგეთიდან არის ხო საფრანგეთის საჩუქარია შეიძლება კანადაც კი და ბრიტანეთის კი არ იყოს ისეთი მჭიდრო მეგობარი ამ ისტორიის განმავლობაში როგორც საფრანგეთია მაგრამ ფრანგი კანონმდებლები ამბობდნენ რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს ჩაერიოს ჩვენ შიდა პოლიტიკაში ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებებს და ამას ხშირად ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვადასხვა რასაც თქვენი კანონი უწოდებს პრინციპალების მეშვეობით და აი ამათ წინააღმდეგ გვჭირდება სწორედ ეს კანონიო პოლიტიკა ზოგადად არ იცნობს მეგობრებს იცნობს ინტერესებს და ამ ინტერესებს ყველა ქვეყანა თავისებურად ახორციელებს და ჩვენს ბუნებრივია უნდა მივიღოთ კანონები, რომლებიც დაიცავს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ინტერესებს ამ ქვეყანაში. ეხლა თქვენ თქვით კითხვა, ცოტა რიტორიკული ალბათ, მაგრამ რატომ არ არიან სად არიან ეს ადამიანები, რატო არ აპროტესტებენ? იმიტომ რომ დღეს არ აქვთ ეს დაკვეთა, იმიტომ რომ თავარი დამკვეთი დღეს სხვა პოზიციაზეა და მე გეტყვით, რა პოზიციაზე არის ეს თავარი დამკვეთი, ერთი წამით უნდა მოვნახო, რას ამბობს ამ შემთხვევაში. ერთი წუთით ილონ მასკი დავკარგე მაგრამ ნუ ადამიანი რომელიც ამბობს რომ ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები არიან რომლებიც პრაქტიკულად ემსახურებიან ხო აი მონახე უკაცრავად ილონ მასკი NGO-ები არის ჯოჯოხეთი ფულის დაზგა და ყველა დროის ყველაზე დიდი თაღლითური სქემა, USAID დახმარება არ არის. ისეთ რამეებს აკეთებენ, ესენი რომ სამთავრობო იყვნენ, იქნებოდა უკანონო. ისინი მარტივი იდეებითა და თაღლითური სქემებით მილიარდებს აკეთებენ. ეს არის სინამდვილეში ლამას ახალს დაირქმევა და სინამდვილეში გიგანტური ფულის საჭრელი დაზგაა და რეჟიმის შეცვლის მანქანაა. ეს არის ის, რასაც წინააღმდეგება ეს კანონი. თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს კარგ საქმეს, ეს შეიძლება იყოს ჰუმანიტარული დახმარება თუ სხვა რამე, ჩვენ ბუნებრივია მათ მივესალმებით, მაგრამ იყოს გამჭვირვალე. დასამალი რა უნდა გქონდეს, როცა ადამიანი კარგ საქმეს აკეთებს? არაფერი. მაგრამ სწორედ იმიტომ ვიღებთ ამ კანონებს, რომ როცა გამჭვირვალე იქნება, ვერანაირ გაბედავს ამ კაკეთილი საქმეების ნიღბის ქვეშ რაღაცა გადატრიალების ან მსგავსი რამეების მცდელობები გააკეთოს. დანარჩენი ჩვენი მხარდაჭერა ამ კანონს ამ შემთხვევაში ჩვენ არა ვართ ხალხის ძალა არ არის ინიციატორებში. სხვა კითხვები ხომ არ არის დარბაზიდან მოსაზრებები? კეთილი ბატონო არჩილ, მაშინ გთხოვთ რომ უპასუხოთ. კიდევ ერთხელ მადლობა. კოლეგებო, ჯართულობისთვის, კითხვებისთვის. ხო, როცა საუბრობდი რომ სიტყვასიტყვით თარგმნითო, დიახ, მათ შორის თარგმნით ისიც, რომელიც აღარ დავასრულე ამას საკითხზე. მოხსენება რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეუძლია იმ ქვეყნების განსაზღვრა, რომელთა დაცვაც არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ინტერესებისთვის მიზანშეწონილი და სიას განსაზღვრავს ზუსტად იგივე თარგმნით ჩვენს და დიახ
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში იქნება მშვიდობა უზრუნველყოფილი და როდესაც კეთილდღეობა იმდენად იქნება, ეკონომიკური წინსვლა იმდენად იქნება უზრუნველყოფილი, რომ ჩვენ შევძლებთ, რომ დავიცვათ სხვა ქვეყნები, ის ქვეყნები, რომელთა ინტერესების დაცვაც საქართველოს ინტერესების შესაბამისი იქნება, ამ ქვეყნების სიას გავაკეთებთ აუცილებლად და ამ ქვეყნებიდან ჩარიცხული თანხები აღარ ჩაითვლება როგორც პრინციპალის მიერ ჩარიცხული თანხა და შესაბამისად ადამიანებიც აღარ იქნებიან უცხოური პრინციპალის აგენტები. კიდევ ერთხელ სიტყვით თარგმანი. რაც შეეხება ბატონო გივი თქვენს კითხვას. თუ რა განსხვავებაა და ბატონმა სოზარმა ზოგად კონტექსტში აბსოლუტურად სწორად განსაზღვრა, რომ ის სფერო და ის ამ ადამიანთა რაოდენობა და ორგანიზაციათა რაოდენობა, ვიზეც ვრცელდება ამერიკული კანონი და ვიზეც ვრცელდება ქართული გამჭვირვალობის კანონი, დღესმოქმედი კანონი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია და გაცილებით უფრო დიდია ამერიკული კანონის მოცულობა, პირთაწრე, ვიზეც ვრცელდება ადამიანების რაოდენობა, ვიდრე ქართულია და მაგალითისთვის თუ საქართველოში მოქმედი, დღეს მოქმედი ქართული გამჭვირვალობის კანონი ვრცელდება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ონლაინ თუ არა ონლაინ მედიაზე მაუწყებლებზე, ამერიკული კანონი ვრცელდება მათ შორის ფიზიკურ პირებზე. და ფიზიკურ პირებზე ორივე კონტექსტში, ანუ როგორც უცხოურ ძალის კონტექსტში, ანუ პრინციპალის კონტექსტში, რომ შეიძლება ფიზიკური პირიც იყოს უცხოურ ძალად ჩათვლილი, ასევე აგენტადაც ჩათვლილი იყოს ფიზიკური პირი. ვრცელდება აბსოლუტურად ნებისმიერ კორპორაციაზე იქნება, ნებისმიერ მეწარმეზე იქნება ეს რომ რა ფორმითაც არ უნდა იყოს იგი ორგანიზებული, იქნება ეს შპს თუ არა შპს იქნება ეს ფიზიკური თუ არა ფიზიკური პირი და სხვა ფორმით ან მაგალითად პირთა წრე პირთა გაერთიანება იურიდიული პირის სტატუსის გარეშე ნებისმიერი ფორმა რაც კი არსებობს საკანონმდებლო სივრცეში ყველაზე ვრცელდება აბსოლუტურად და ერთი დათქმით რომ აუცილებელი არის რომ აგენტმა უნდა შეასრულოს თავისი პრინციპალის უცხოური ძალის გავლენის ქვეშ უნდა იყოს, მისი დავალებების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს და ამავდროულად უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, პოლიტიკურ აქტივობებში და არა მხოლოდ პოლიტიკურ აქტივობებში, იქნება ეს მაგალითად სარეკლამო თუ ნებისმიერი ისეთი ფორმა, რომელიც საზოგადოებაზე გავლენას ახდენს. და ქართული, როდესაც ჩვენ საუბრობდით, რომ არა, ჩვენ არ გვინდოდა მიგვიღო ისეთი კანონი, რომელიც იქნება სუბიექტური შემადგენლობის ნაწილში, მათ შორის, რომ იქნება ეს მიღებული, თქვათ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულად სუბიექტმა აკონტროლებელმა უნდა გადაწყვიტოს, რომ არის თუ არა გავლენა, თუ მაგალითად არის თუ არა ასეთ აქტივობებში ჩართულობა, ამაზე ჩვენ უღარი ვთქვით, მარტივ მიზეზიდან გამომდინარე, თუ თანხა გადაიხდება, ამ თანხას აპრიორი მოყვება ინტერესი. და შესაბამისად ყველა ადამიანი, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების სახით არაკომერციული იურიდიული პირების სახით, რომლებიც იყვნენ დარეგისტრირებულები, ან იყვნენ მაუწყებლები, რა თქმა უნდა, მათზე ვრცელდებოდა დარეგისტრირების ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ 20%-ზე ნაკლებით იყო უცხოური დაფინანსება მათ ბიუჯეტებში. ხოლო ამერიკული კანონის მიხედვით 1 ცენტიც კი, ანუ 1 თეთრიც კი შეიძლება გახდეს სავალდებულო ხასიათის, რომ კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირი დარეგისტრირდეს გამჭვირვალობის რეესტრში. ამიტომ ამბობთ, რომ გაცილებით უფრო მკაცრია ამერიკული კანონი. მათ შორის პასუხისმგებლობის ნაწილში, თუ თელ რიგ შემთხვევებში ქართული გამჭვირვალობის კანონი დღეს მოქმედი პასუხისმგებლობის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმებს 5,000, 10,000 ლარის ოდენობით და რიგ შემთხვევაში 20,000 ლარის ოდენობითაც ამერიკული კანონის შემთხვევაში მათ შორის არის გათვალისწინებული სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა ზოგადად ბუნებიდან გამომდინარე სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა არის ამერიკულ კანონმდებლობაში, ხოლო ჯარიმის სახით გათვალისწინებულია 5 ან 10,000 ამერიკული დოლარი ან პატიმრობა 6 თვით ან 5 წლამდე ვადით
ჯარიმასთან ერთად ან მის გარეშე და სხვა კანონმდებლობით ხო, რომელიც ფარასთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ მომიჯნავე კანონმდებლობა შეიძლება იყოს, სადაც დამატებითი რეგისტრაციის ვალდებულება არის, იქ საერთოდ $250,000-მდეც კი არის პასუხისმგებლობა, რომელიც რა თქმა უნდა ფარასში არ წერია და ჩვენ არ გვაქვს ეს წარმოდგენილ კანონპროექტში. ზოგადად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად კაცრი, მათ შორის როგორც უფლებაში ჩარევის თვალსაზრისით, ასევე პირთა წრიდან გამომდინარე იქიდან რომ ფიზიკურ პირებზეც პირდაპირ ვრცელდება და ნებისმიერ საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს როგორც უცხოური ძალის, უცხოური პრინციპალის ჩარევად და ჩარიცხულთანხება და ასევე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი აგენტად შეიძლება ითვლებოდეს ამ კანონიდან გამომდინარე არის გაცილებით უფრო მკაცრი ამერიკული, ვიდრე ეს არის დღეს საქართველოში მოქმედი კანონი და გაცილებით უფრო მკაცრის გამოპროტესტებელი ადამიანი არ მოიძებნება ჯერჯერობით და ისევ რატომაც დამის მიზეზი ახსნა ბატონმა სოზარმა, იმიტომ რომ ეს დავალების ერთ-ერთი მთავარი დავალების მიმცემი რომ გაპროტესტებულიყო ეხლა ჯერჯერობით აღარ არის, მაგრამ ეს დიდი მაგრამით, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და პირიქით კიდევ უფრო სიფრთხილისკენ უნდა მოუწოდოთ ერთმანეთს ქართულ საზოგადოებას, რომ ისევ და ისევ ერთადგომით არ მოხდეს ისეთი შემთხვევები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სუვერენიტეტს თუ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, თუ ეკონომიკურ განვითარებას, თუ ეკონომიკურ სტაბილურობას, იმიტომ რომ არ დაგვავიწყდეს, რომ კვლავ არსებობენ ეს ძალები, თუ შეიძლება მათთან ბრძოლა აქვს გამოცხადებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას, მან თავიანთი გავლენები კიდევ უფრო გაცილებით უფრო მეტად გადაიტანეს მაგალითად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ბიუროკრატიის წარმომადგენლის სახით და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად იზრდება წნეხი, მათი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, მსელობები აქვთ ამისი, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს წნეხი და პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ხელის ფათური არ მოიშალონ და ზუსტად ჩვენ გვჭირდება ისეთი კანონმდებლობა, რომ ამ ადამიანებს არ ქონდეთ ამ ხელის ფათურის შესაძლებლობები. და ეს ჩვენი არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულება არის ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს წინაშე და ყველაზე მტკივნეული რაც კი შეიძლება იყოს ალბათ, როდესაც ადამიანს ხედავ აქციაზე, რომელიც ამბობს, რომ ჩემი სამშობლო ევროკავშირიაო. ერთმა გაუმარჯოს თავისუფალი ადამიანს თავისუფლება აქვს თავისი აზრის გამოხატვისა, მაგრამ ტრაგედიაა, როდესაც ქართველი საქართველოს გარდა სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე ან სხვა ორგანიზაციაზე ამბობს, რომ ეს არის ჩემი სამშობლო და ჩვენ ერთი სამშობლო ვიცით, როგორც ერთი დედა ვიცით, როგორც ერთი მამა ვიცით, როგორც ვიცით, რომ არსებობს ორი სქესი, ქალი და კაცი და არავით არის სხვა სქესი ამ ორი სქესის გარდა, როგორც ვიცით, რომ არსებობს ერთი ქვეყანა და ერთი სამშობლო, რომელსაც საქართველო ქვია, რომელსაც ვემსახურებით თითოეული ჩვენგანი, რომელიც ეხლა ვართ აქ შეკრებილები, რომელიც ვაკეთებთ ყველაფერს, მათ შორის საკანონმდებლო სივრცეში და არა მხოლოდ ამ დარბაზში, ძალიან ბევრი ჩვენი გუნდის წარმომადგენელი და ძალიან ბევრი სამართალდამცავი იქნება თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ აი ეს ხელის ფათურები და განსაკუთრებით ის სრულ ნარატივების შემოჩეჩებები და ზეგავლენები, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი იყო და სამწუხაროდ ჩვენს რიგ შემთხვევებში არ ვიყავით საკმარისად ძლიერები, რომ ამ ყველაფერზე ხმა აგვემაღლებინა. დიახ, ისევ და ისევ ქართველი ხალხის გვერდით გომიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ ყველას ვისაც ჩვენს ქვეყანაში არ აქვს კეთილი მიზნები, ან ჩვენს ქვეყანას მოიხსენიებს ისე, როგორც არ უნდა იხსენიებდეს, ან ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობას ექცევა ისე, როგორც ეს არ არის თვალისწინებული და შეუსაბამო არის ღირსეული ადამიანების მიმართ, ან ეფუძნება
პირდაპირ უსამართლო, უსაფუძვლო აბსოლუტურ ტყუილებს და როგორც ჩვენ ნებისმიერი ჩვენგანი ავიმაღლებდით პირად ურთიერთობებში ხმას, ასე ვიმაღლებთ ჩვენ სახელმწიფოებრივ დონეზეც და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დიახ, ვისთვისაც გასაცემი იქნება პასუხი, ყოველთვის გავცემთ და დღეს ის მაგალითად ჩვენს დარბაზში ადამიანი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ, რომელსაც მოუწია საერთაშორისო ასპარეზზე, დიახ, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ინტერესების დასაცავად ქალბატონ თეასთან ერთად, ბატონ გივის სხვა დელეგაციის სხვა წევრებსაც მადლობა უნდა გადაუხადოთ, რომლებიც ადამიანები ისევ და ისევ ჩვენი ღირსებიდან გამომდინარე და ქართული იდენტობიდან გამომდინარე და სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე იცავდნენ და დაიცავენ მომავალში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და მომავალს. ეს არის განსხვავებები ძირითადად. ჩვენ მიდგომა არის განსხვავებული ეხლა აბსოლუტურად ვიდრე გქონდა წარსულში. ჩვენ ვართ ძლიერად, საკმარისად ძლიერად და სამყარისად ფხიზლად იმისათვის, რომ ნებისმიერი იმ არა კეთილის მუსურნეს საცეცები მაქსიმალურად იყოს საზოგადოებისათვის ცნობილი და ამავდროულად მიჭრილის ძირში, რომლის მიზანიც არ არის საქართველოს ინტერესის თუ ღირსების სასარგებლოდ მოქმედება. ეს არის რაც მინდოდა მეთქვა, იმედია სრულად გავეცი ბატონო გივი თქვენს კითხვასაც პასუხი. მადლობა. ხომ არ არის დაზუსტებები დარბაზიდან ან სხვა კომენტარები, როგორც ჩანს ასეთი არ არის, საკითხი განხილულია, მადლობთ ბატონო არჩილ. კეთილი, შეგვიძლია რომ გადავიდეთ კენჭისყრებზე, როგორც თქვენთვის არის ცნობილი, არის ჯამში 6 საკითხი. პირველი ეს გახდათ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების ასე ვთქვათ პაკეტში შემავალი სხვა პროექტები. გთხოვთ რომ კენჭი ვუყაროთ. კი ბატონო, მხარდაჭერილია. რიგით მეორე საკითხი ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების გივი მიქანაძის, არჩილ გორდულაძის, ალექსანდრე ტაბატაძის და სხვათა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე და გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. გთხოვთ რომ დავაყენოთ კენჭისყრაზე. გმადლობთ. რიგით მესამე საკითხი საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, თენგი შარმანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის და სხვათა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. გთხოვთ რომ ვუყაროთ კენჭი. ვინ არის მომხრე? რიგით მეოთხე საკითხი საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, თენგი შარმანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის და სხვათა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა პროექტები. ვინ არის მომხრე? გთხოვთ კენჭისყრაზე რომ დავაყენოთ. მომდევნო საკითხი პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, თენგი შარმანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის და სხვათა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები. გთხოვთ დავაყენოთ კენჭისყრაზე. ვინ არის მომხრე? და ბოლო საკითხი ეს არის ფრაქცია ქართული ოცნების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. ვინ არის მომხრე? მხარდაჭერილია. ამით დღის ეს რიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია კომიტეტის ხდომა შეგვიძლია დახურულად გამოვაცხადოთ. გმადლობთ.